ესე იგი, დღეს ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა არის ზოგადად მიწათმოქმედების გეგმა, მე მესმის რომ ზოგისთვის ეს გასაგებია, ზოგისთვის ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ქალაქში არსებობს ნაკლებად გაზვიადებული მოსაზრება იმაზე, რას გადაწყვეტს გეგმა და რა უნდა მოხდეს გეგმა. პირველ რიგში ჩვენ მინდა ეს ავხსნათ, შემდგომ ვილაპარაკებთ იმაზე, რა სპეციფიკა გააჩნია თბილის, ჩვენ მუშაობაში რა სპეციფიკა გამოიხატა, რას გაესვა ხაზი, საიდან ამოვდივართ, როდესაც ვილაპარაკებთ რა იქნება თბილისსადმი და შემდგომ მოკლედ ძალიან მოკლედ ამჯერად მოგახსენებთ კონცეფციის ძირითად დგომებზე, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ სულ რამოდენიმე კვირის წინ თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან სწორედ ამ თემაში. ესე იგი, დავიწყოთ იმითი თუ რას წარმოადგენს მიწათმოქმედების გენერალური გეგმა. უკაცრავად, აქვე გეტყვით რომ იმდენად რამდენადაც მე ესე ვხვდები ძალიან სხვადასხვა ჩართულობის და იმის პროფესიულადაც და სხვანაირადაც ხალხია წარმოდგენილი დარბაზში, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, თქო შემაწყვეტინოთ, მე შევეცდები რომ მოვერგო ამ კითხვებს და ისე ადაპტირებულად გავიარო, რომ ყოველთვის საინტერესო იყოს, მაქსიმალურად გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც თქვენ გაგიჩნდებათ ან გავთვალოთ. ესე იგი, დავიწყოთ რა არის მიწათმოქმედების გენერალური გეგმა? მიწათმოქმედების გენერალური გეგმა ეს არის დოკუმენტი, ფურცელი, ასე ვთქვათ, რუკა, რომელზეც უნდა მოხდეს ქალაქის ყველა სტრატეგიის შეჯამება და დატანა, მათი ლოკაციებზე მორგება, რომლებიც ქალაქში მოქმედებენ. ქალაქს უნდა გააჩნდეს და ნაწილობრივ გააჩნია თბილის, ნაწილობრივ არ გააჩნია, ვთქვათ იგივე ტურიზმის სტრატეგია, უნდა გააჩნდეს ეკოპოლიტიკის სტრატეგია, ეკოლოგიის სტრატეგია, გარემოსდაცვითი სტრატეგია, ზოგადად ქალაქის განვითარების სტრატეგია. ყველა ეს სტრატეგია განიხილავს ძირითად მიდგომებს იმისას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რომლებიც შემდგომ რაიმის სახით უნდა მოერგოს კონკრეტულ ლოკაციებს. აი ეს პრობლემა თუ როგორ მოვარდოთ ეს სტრატეგიები კონკრეტულ ლოკაციებს, სად უნდა განხორციელდეს, რა ტერიტორიებზე და რა სახით არის მიწათმოქმედების თავი პრობლემა. მაგრამ რაში გჭირდება საერთოდ სტრატეგია, რაში გჭირდება ეს მიწათმოქმედება? არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერს დავარეგულირებთ საბაზრო ეკონომიკით, ყველაფერს საბაზრო ეკონომიკა თავს გაართულებს და სულ არ გვინდა ეს რეგულაციები. ბოლო წლებმა მსოფლიოში და საქართველოშიც აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესები და საზოგადოებრივი აუცილებლობები არ წარმოადგენს პირადი და კერძო ინტერესების მათემატიკურ არითმეტიკულ ჯარს. შესაბამისად, ჩვენ რომ ვიცეთ საბაზრო ეკონომიკას ასეთი სრული თავისუფლება შესაძლებლობის გარეშე, ეს არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. რეალურად მოგცემს იმას, რაც დღესდღეობით მეტნაკლებად ხდება თბილისში. დასავლეთის სამყაროში ეს გაიარეს ცოტა უფრო ადრე, იგივე მოგეხსენებათ ამერიკის დიდი დეპრესიის საკითხი ზუსტად ეს იყო, ისინი გამოვიდნენ სწორედ ამის აღიარებით, დეპრესიის დასრულება იყო სწორედ ამის აღიარება, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერევოს ამ რეგულაციებს და შემოიღოს რაღაცა სახის რეგულაციები. რა თქმა უნდა, ამერიკაში რეგულაციების მუშაობს ის არ არის მიწათმოქმედების გენერალური გაგება ქართული გაგებით, სტანდარტული გაგებით, მაგრამ ეს სხვადასხვა რეგულაციები ეცემა. როდესაც ვაკეთებთ გეგმას, არსებობს მეორე პრობლემაც, ხო? ეს არის წელიწადნახევრიანი პროექტი, რომელზეც ძალიან დიდი თანხა იხარჯება. არსებობს მსოფლიოში ძალიან ბევრი წარმატებული ქალაქი, მათ აქვს გარკვეული ფორმულა, როგორ მიაღწიეს ამ წარმატებას, ალბათ ის ფორმულა გადმოვიტანოთ მოვარდოთ თბილის, რაში გჭირდება საერთოდ ამის სახიდან გავლა დამუშავება ასე შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხის გადასაცემად მე ახლა ჩემს ვიმოვარდო გადართოს რაში გჭირდება ამ თბილისისათვის დამოუკიდებელი გეგმის დამუშავება. რატომ ვამუშავებთ ამას წელიწადნახევრის ან მეტი დროის განმავლობაში, რატომ ხდება ამის შემდეგ? ეს არის სამი სხვადასხვა ქალაქის სილუეტი და გამოყოფილიც არის და ისედაც ნებისმიერი თქვენგანი ძალიან მარტივად შეამჩნევს რომელია თბილისი. ამას არ ჭირდება არც შენობების ჩვენება, არც გარკვეული რაღაცა უნიკალური დეტალებში ჩასვლა და ასე შემდეგ, პირდაპირ აღიქმება რა არის თბილისი. სწორედ იმისათვის, რომ თბილისში დაცული იყოს ეს აღქმადობა, რომ ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, იმიტომ რომ ეს არის ის მიზეზი, რომლის გამოც ყოველი ჩვენგანი და არა მარტო ჩვენგანი ტურისტის ჩამოდის, ყოველი ჩვენგანი აქ რჩება, რომ ჩვენ ვართ თბილისში. თბილისში რატო ცხოვრობთ? ამის ერთადერთი მიზეზი არის, იმიტომ რომ ეს არის თბილისი. კარგი. რა თქმა უნდა, ზოგიერთის პასუხი არის, რომ იმიტომ რომ თბილისიდან არ გავდივარ, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ თბილისიდან არ გავდივარ, ცხოვრობ თბილისში და ვცხოვრობ, იმიტომ რომ მოვწონს თბილისი და თბილისი მაშინ არ უნდა როგორც თბილისი.
შესაბამისად ეს ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე უფრო ასოცირდება თბილისთან და ეს 2 წლის წინ გამოკითხვამაც დაამტკიცა, უნდა აიხებოდეს ქალაქის ნებისმიერი ძეგლი. სწორედ ამიტომ ქალაქს სჭირდება დამოუკიდებელი სახით დამუშავება. ის არ შეიძლება იყოს მარჯვენა ნაჩვენები პარიზის სახით გადაწყვეტილი, ან მარცხენა ნაჩვენები ნიუ-იორკის სახით გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები წარმატებული ქალაქი ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, რაღაც წარმატებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი პირდაპირ განმარტება შეიძლება. მეორე პრობლემა, რომელიც გეგმის დამუშავებისას ხდება წინ და რომელიც განსაზღვრავს იმას, რა არის გეგმა თბილისისთვის, ეს არის იმის დადგენა, თუ რა საზღვრებში უნდა ვიმუშაოთ. რა არის ის, რასაც არქიტექტორი ეძახით საპროექტო არეალს, თბილისის შემთხვევაში ეს არის თბილისის საზღვრები, მაგრამ პროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ ამ საზღვრების გარკვეული ცვლილება შეიძლება. მართლა გითხრათ, ეს ცოტა გადამეტებული დანამატია პროექტის მოცემულობაში, რადგან საზღვარს რო გადაწევთ, უნდა გვერდზე ადმინისტრაციაც გადმოგვდათ, ასე ვთქვათ. ისე გადაწევთ არ გამოდის. ამიტომ ეს რეგიონალური დაგეგმარების საკითხია და თბილისის, მაგრამ არის ესეთი კუთხე ჩადებული და არსებობს ესეთი პრობლემაც სულთანურაგურით, რომელიც და საპროექტო სამუშაოების მანძილზე დგება, განსაზღვროთ ის არეალი, რომელშიც შეიძლება ერთიანი მიდგომით, ერთიანი რეგულაციებით მუშაობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ეს არეალი ჩვენ ვერ შევარჩიეთ ზუსტად და ვერ მოვნიშნეთ საპროექტო არეალი, მაშინ გამონაკლისების დაშვება მოგვიწევს ძალიან დიდი რაოდენობით და მივიღებთ იმას, რაც დღეს სჭირს თბილისს ისევ. კანონში არის ძალიან ბევრი გამონაკლისი, შესაბამისად არის ზები როგორ ავუაროთ ამ კანონს ჩვენი საჭიროებების მიხედვით და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვაჩნია სწორად. ან თუნდაც არასწორად არ მოგწონს. როდის რა კანონს ნებისმიერ კანონს, მაგალითად იქნება ეს სივრცითი მოწყობის თუ ნებისმიერი სხვა მინაწერი აქვს, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც ამას გვერდსაუბრებს. მართლა ეს მინაწერი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში. განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი თუ წარმოიშვა, ეს ნიშნავს, რომ ის უნდა აისახოს სტრატეგიაში. თუ აისახა სტრატეგიაში, უნდა წარმოიშვას ახალი გეგმის დამუშავების აუცილებლობა. ამიტომ ეს მინაწერი კანონში აბსოლუტურად გაურკვეველია გეგმის მოქმედებასთან. თუ წარმოიშვა ეს განსაკუთრებული აუცილებლობა, მაშინ უბრალოდ ახალი დოკუმენტები მუშაობენ. ესე მოკლედ ვილაპარაკეთ რა არის გეგმა, ალბათ ამაზე მე წეკლებად გითხრობთ, შევეცდეთ გასული გაგცეთ და სპეციფიკა აქვს, რატომ მუშაობთ თბილისზე ცალკე გადავიდეთ კონცეფციაზე, ალბათ ყველაზე საინტერესო ალბათ ამისთვის არ შეგვიძლია. ესე 12 თვის წინ ჩვენ კონკურსში წარმოვადგენთ ხედვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მრავალი მიდგომა, რომელთაგან დიდი ნაწილი ერთად არც თუ კარგად მუშაობდა. და ამის მიზეზი იყო შემდეგი, რადგან ქალაქს არ აქვს ის ყველა სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, საჭიროა ამ გეგმამ იმისათვის, რომ რაიმე ეფექტურობა ჰქონდეს, წარმოადგენს ის მიდგომები თვითონ, რომლებიც შემდგომ იქნება გადაგზავნილი. ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ რადგან გეგმის ჯგუფს არ აქვს ისეთი ფორმის ვალიდაცია, რომ თქვას კონკრეტულად როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რა უნდა იყოს ქალაქი. ეს სტრატეგია უნდა გადაწყვეტოს და სტრატეგიების შემუშავება სხვა ვალიდაციის ჯგუფების მიერ. ამიტომ ჩვენი პირველი ეტაპი, ანუ პირველი 5 წელი პროექტის დასრულების შემდეგ მოვნიშნეთ როგორც სტაბილიზაციის პერიოდი. რას ნიშნავს სტაბილიზაციის პერიოდი? ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც გეგმამ უნდა უზრუნველყოს ქალაქის შენარჩუნება თუნდაც დღევანდელი სახით. დღესდღეობით ყოველი შემდეგი წელი ქალაქისთვის უფრო ძვირიჭდება, უფრო ძნელი შესანახია და იმისათვის, რომ ქალაქმა აიღოს თავიდან შემდგომი მდგომარეობის გაუარესება, მანამ სანამ გადაწყვეტავს რა უნდა შეიმუშავოს სტრატეგიებს, აუცილებელია რაღაცა სახით სიტუაცია დაექვემდებაროს სტაბილიზაციას შევინარჩუნოთ ქალაქი. ამიტომ იმ 15 წლიანი პერიოდის, რომელიც ახსენება მომხსენებელმა, პირველი ნაწილი, ანუ 5 წელი არის სტაბილიზაციის პერიოდი. შესაბამისად, გავიდა ჩვენი საპროექტო ვადის, ანუ 18 თვის, პირველი 12 თვე
როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ კონცეფცია, ამ კონცეფციამ უკვე იმ ხედვიდან, რომელიც თავიანთ წარმოადგენდა, რომელშიც რამოდენიმე მიდგომები მაიკლ წარმოადგენელი ცერტად ამუშავდა, შეარჩია ისინი, რომლებიც ოპტიმალურია თბილისისთვის და რომელიც ერთად იმუშავებს. ეს მიდგომები არის შემდეგი. ეს მიდგომები არის შემდეგი. ეს არის კომპაქტურობა, ეს არის კარგად დაკავშირებული ქალაქი, მესმისლეს ქართულად ცოტა ვერჟეს კარგად დაკავშირებული ქალაქი, ეს არის ტერმინი, რომელიც ითარგმნა იმისთვის ყველასათვის მისაღები და ტერმინოლოგიურ ხასიათს ატარებს და მწვანე ქალაქი. ან გამწვანების მადებას გულისხმობს მესამე. გავიაროთ ყველა ცალ-ცალკე, მაგრამ სანამ ამათ გავივიდეთ და სანამ კომპაქტურობაზე გადავიდეთ, პირველად მინდა შეგახელოთ იმას, რასაც ძალიან ჩავუდგინეთ, ეს იყო დემოგრაფიის მონაცემები ჯეროსტატის მიერ. ეს იწყება 1990 წლიდან, მაგრამ საინტერესოა მონაკვეთი 2006 წლიდან 2015 წლამდე. 2015 წელს ჩაატარდა ახალი აღწერა დემოგრაფიული, რომელმაც ახალი მონაცემები გამოვიდა. ყველაფერი რაც მანამდე ხდება, თუ შევხედოთ, ბოლო წელს არის 100,000-იანი მოსახლეობის კლება. მოსახლეობის სადღაც გაგრძელება. გასაგებია, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ ქალაქმა ესე არაფრისგან დაგარკვეს 100,000 გაუგებარი. რას ნიშნავს ამ დიაგრამაზე ეს ვარდნა? ეს ნიშნავს, რომ 2016 წლიდან 2015 წლამდე აღწერა არ ჩატარებულა. ეს იყო ეს დიაგრამა შედგენილი იყო მოლოდინის მიხედვით. საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსახლეობა გაიზარდა. რეალურად 2006 წელში და 2015 წელში მოსახლეობა თითქმის ერთი და იგივეა და ასევე ჩვენი დემოგრაფიული შეფასებით და ანალიზით შედგა პროგნოზი, რომელსაც აჩვენა, რომ უახლოეს 15 წელში მოსახლეობის ზრდა ჯერ ერთი არ არის მოსახლეობრივი, მაგრამ თუ მოხდა სამი ვარიანტი განიხილებოდა, თუ მოხდა არის საფუძვლიანი. რატომ ვილაპარაკე ყველაფერ ამაზე? ამაზე ვილაპარაკე იმიტომ, რომ შემდეგი ჩვენი პუნქტი არის სწორედ კომპაქტურობა, რომელიც გულისხმობს ქალაქი უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური ფართზე გაშლილი. და ამისათვის რომ გადავწყვეტოთ რა არის ეს მინიმალური ფართი, უნდა ვიცოდეთ რა ფართი ჭირდება მის მაცხოვრებლებს, რამდენი მოსახლეობას მას. რეალურად დღევანდელი მოსახლეობა არსებული საცხოვრებელი ფართით დაკავშირებულია ფაქტობრივად სრულად. ნორმატიული მაჩვენებელი გადაჭარბებულია ქალაქის მაცხოვრებელზე მოსული კვადრატული საცხოვრებელი ფართი. გასაგებია, რომ ბევრი თქვენგან იტყვის, რომ კი, მაგრამ ჩვენ ოჯახში 10 კაცი ცხოვრობს პატარა სახლში, რომ ეს გასაგებია, ეს არის არა საცხოვრებლის ნაკლებობის პრობლემა, ეს არის საზოგადოების გადანაწილების პრობლემა საცხოვრებელში. ანუ სეგრეგაცია საკმაოდ მკვეთრი ფენების შესაბამისად არის ოჯახები, რომლებიც საწუთებს ერთ სახლში ცხოვრება მცირე ფართში და შემდგომ ხდება არ დავასახელებს სახელებს, მაგრამ ისეთი ხალხი, რომელიც ერთი ადამიანი ცხოვრობს რამოდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე და ხანდახან 1000-ს. ამ შემთხვევაში ალბათ ეს სახელები არც მომეცნებინა ამაზე გასვლა გამიგებია. ესე რაშია კომპაქტურობის აზრი? საერთოდ რატო ლაპარაკობენ ამ კომპაქტურობაზე? ქალაქი არის ყველაზე ჩქარი, ყველაზე ხშირი და ყველაზე ინტენსიური ინტერაქციების ორგანიზმი. ურბანული ორგანიზმი. არც ერთი სხვა ურბანული ორგანიზმი ასეთ მახასიათებლებს არ ატარებს. ამისათვის მას სჭირდება, რომ მისი მოსახლეები რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან განთავსებული და ხშირად და მარტივად ახერხებდნენ ერთმანეთთან კვეთას. მის წარმატებულობა სწორედ ეს მახასიათებელი განსაზღვრავს. ამიტომ საჭირო რომ ქალაქი შევინარჩუნოთ რაღაცა საზღვრებში, ის არ დაიწელოს. ამასთან ქალაქის კომპაქტურობა ამცირებს დანახარჯებს საგზაო სისტემებზე, ინფრასტრუქტურის ყველაზე და ასე შემდეგ. ყველა სახის დანახარჯებს და ზრდის ერთეული სოციალური ობიექტებისგან მიღებულ მოგებას. ანუ რაც უფრო მეტი ხალხი იმყოფება სოციალურ ობიექტთან, მით უფრო მეტ შეუძლია გაიზიაროს ამ სოციალური ობიექტის გარკვეული სიკეთები. მაგრამ არ ვიცი ამდენად გახსოვს არ გახსოვს, ყველაზე კომპაქტური პრობლემა არის სფერო. მაშინ რატო არ ვქნით ქალაქს სფეროს სახით, რომ ჩვენ გეგმარებაში წრე, შემდგომ სფერო გამოვიდა და ყველაზე კომპაქტური მიჭრიდოთ სახლები ერთმანეთთან, ვიცხოვროთ ერთმანეთის ფანჯრებში, რა პრობლემაა? თუ კომპაქტურობა ერთადერთი აუცილებლობა. რეალურად სხვა აუცილებლობებიც არსებობს, რომელსაც ახლა განვიხილავ.
მიმდინარეობს, რომლებიც აფერხებენ ამ კომპაქტურობას, უწესებენ გარკვეულ საზღვარს. ამის გარდა თბილისს კიდევ ერთი შემოაფერხებელი თავისი იდენტური მახასიათებელი, რომელიც არის ის, რომ ის ჩამოყალიბდა დინარის გარშემო, რომელიც არის გრძივი სტრუქტურა და ჩვენ თუ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ თბილისი, მისი რაობა, მისი სახე, თბილისი უნდა გამითაბოს ისეთი სახით, როგორც ჩამოყალიბდა მის შინაარსს, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ დასახული განვითარებით. შემდეგი პუნქტი და ამ სამი პუნქტიდან, რომელზეც მე მოგვილაპარაკე, არის კარგად შეკავშირებული ქალაქი. კარგად შეკავშირებული ქალაქი კი ცოტა ცუდად ჭრეს, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს მარტივად მივიდეთ ერთი ადგილიდან მეორეში. ეს პუნქტი იყოფა ორ ძირითად ნაწილად. ორივე არის მობილობა, სხვადასხვანაირი მობილობა. ერთი არის მობილობა, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს ყოველ დღე მივიდეს დანიშნულების ადგილამდე უპრობლემოდ. და მეორე არის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება იცხოვროს ის და თავის სამუშაოსთან, თავის გარემოსთან მოხდეს. ეს მობილობაც უნდა შენარჩუნებული იყოს ქალაქში. მეტნაკლებად მაინც. უნდა უზრუნველყოფილი იყოს, თუნდაც იმის საშუალება, რომ იქირავოს სახლი შენ სამსახურთან და არ ელბინო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. როგორც კი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიკვდილს ვიწყებთ, ეს ქალაქს ინფრასტრუქტურაზე აწვება და რა ხდება საცობებში ყველა მიცით. მე მგონი ეს ამის ახსნა არ გჭირდება. რაც შეეხება ამ კარგად შეკავშირებულ ქალაქს და მობილობას ყოველდღიურ დონეზე. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს რა გადაწყვეტავს თავაზობთ ჩვენ ქალაქს. პირველი კითხვა, რომელიც ჩდება ნებისმიერ საუბარში, როდესაც ჩვენ ველაპარაკებიან, არის რას უშვებით ავტომანქანების, ავტომობილების ხერგილებს, როგორც ბატონი დადოვარდასენზე ამბობენ. რა გადაწყვეტა გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ქალაქში გავა აღარ შეიძლება მანქანით. რეალურად ჩვენი მიზანი არის ქალაქში ვატაროთ არა მანქანები და უზრუნველყოთ არა მანქანების მოძრაობა, არამედ უზრუნველყოთ ხალხის მოძრაობა. მიზანი არის, რომ არა მანქანა მიდიოდეს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, არამედ ადამიანს შეეძლოს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლა კომფორტულად და თან იცოდეს, რომ გავა ამ დროს, მივა ამ დროს. და არა გავა და უცნობია როდის მივიდა მიაღწევს თუ არა ისიც საერთოდ გავიგებარ. შესაბამისად, ჩვენ თავად პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ პირველ რიგში ყველაფერი რაც სჭირდება ადამიანს ჰქონდეს სიახლოვეში, მისთვის რომ ახერხებდეს ფეხიდან, ველოსიპედიდან, რაიმე სხვა მინიმალური დანახარჯის ტრანსპორტით ამ რაიონამდე მისვლას და მეორე გავაძლიეროთ საჯარო ტრანსპორტის ფუნქცია ქალაქში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონცეფციაში არის სამი კორიდორი შემოსათავაზებული სწორედ ტრამვაებისთვის. ცოტა უფრო ზუსტად თუ დაგაინტერესებთ ჩემი კითხვით და თუ არ მეშლება ქსელის გამოყენებული მაქვს შემიძლია გაჩვენოთ. სადღაც უკაცრავ და გადაჭი. ხო, მოგლობას რეალურად გავწვით. მესამე პუნქტი ჩვენი ხედვის, ჩვენი ზონის სამი კორიდორი ტრამვაის სამი კორიდორი ტრამვაის თუ ისეთ ჩაიგდენ რუგებს იქ არის სატრანსპორტო რუგა. მოდი თამას ბოლოზე გაშენებას ხალხს მეტრო გავაკეთე. ანუ ეს არის ასეთი მეტროს დიდი სიამოვნებით დაგინიშნავთ ნებისმიერი ქალაქგეგმარებელი ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტაა ნებისმიერი ქალაქგეგმარებელისთვის ყველაზე ნაკლები თავისუფლება. მაგრამ კონდეს ვარაუდი რომ ეს განხორციელდება მისი ღირებულებიდან გამომდინარე თითო სადგური 100 მილიონი ჯდება, შემდგომ თითო კილომეტრი 20 მილიონზე მეტი ჯდება, 20-დან 38 მილიონამდე გააჩნია ქანებს. შესაბამისად, მოლოდინი გქონდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს განხორციელდება არარეალისტური. ჩავერთვების საშუალოდ, მეტროს საშუალო ღირებულება ძალიან ისეთ სპეკულატიური თემაა, მაგრამ საშუალოდ ერთი წყვილი გვირაბი ხმაჩვეწოლი ჯდება 80 მილიონი დოლარი. 1 კილომეტრი. საერთოდ ჯობში გააჩნიასად, რეალურად გააჩნიასად. აკრამებში და ასე შემდეგ რეგიონებში. მithumetes აპარატი იმაზე რომ ჩვენ გავიმართოთ მეტრო უკვე მჭიდროდ განაშენიანებული სახლების ქალაქის პირობებში. სახლების ქვეშ რეალურად ისე რომ ზიანი არ მივაკეთოთ ამ სახლებს. ანუ მაგალითად ჩვენ რომ გავიმართოთ მეტრო ვაკეში, იქ სადაც
არამდგრადი განებიან გულად რო ვთქვათ და არის ძალიან მჭიდრო განაშენიანება, აქ ფასი მიმატებს 10 ჯერ. იმიტომ რომ გასვლის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, გამაგრებლის სამუშაოები არ არის რეალური სამუშაოები, ხალხის სამუშაოები. მიწის ზედა მეტრო სომხეთში კარგი ცხოვრების განვითარება მიწის ზედა მეტრო. ის ტრამვაი იყო რომელიც მეტრო სომხეთ ერევნის მეტრო იყო მეტრო ტრანსპორტი შეგვიძლია მერე ვისაუბროთ ამიტომ არის მიწის ზედა. კი ბატონო, როგორც არ არის ესაფრული იყო ტრამვაი. ესე რაც შეეხება მეტროს და ტრამვაის ურთიერთობაში, ჩვენთვის ტრამვაი წარმოდგენილია როგორც მეტროს მაგომტროლირებელი სისტემა. რაც ნიშნავს ეს, სადაც გადის მეტრო, იქ არ გაივლის ტრამვაი. ეს არის ორი თანაბარი სისტემა, რომელიც ერთმანეთს შეუძლებს. ამაზე შეიძლება ვილაპარაკი რა თქმა უნდა, მაგრამ რეალობა არის ესეთი, რომ მეტროს გაყვანა კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინაც, როდესაც თბილისში გაიყვანეს საბჭოთა კავშირის დროს, ეს მოხდა გარკვეული სპეკულაციების ხარჯზე, საბჭოთა კავშირისთვისაც კი გაუმართლებელი იყო ასეთი ხარჯების გარკვევა თბილისში მეტროს გაზრდა. გადავიდეთ მესამე პუნქტზე, რომელიც არის მწვანე ქალაქი, გამწვანება. ეს არის ის პუნქტი, რომელიც მომდინარეობს თითოეული ჩვენების ადამიანის მოთხოვნილებიდან იყოს გარკვეული ბუნების ნაწილთან ახლოს, ეს სამყაროს ბუნების შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ცხოვრობ და ჩქარა ცხოვრობ, რაც უფრო ქალაქში ცხოვრობ, რაც უფრო ჩქარა ცხოვრობ, რაც უფრო იზრდება ჩვენს გადადა, ჩვენი სურვილის რომ თქვენს გარკვეული რელაქსაციის, რეკრეაციის არეალები მეტი. ამიტომ არ შემიძლია საშუალო ნორმა ყველა ქვეყანას გარკვეულად თავის ზემოაღებული ეს ნორმა, მაგრამ ევროპისათვის საშუალო არის 20 კვადრატული მეტრი თითო მოსახლეზე, გერმანისთვის ან ბერლინისთვის და ორი, დანარჩენი გერმანისთვის ნაკლებია 15-იან, ასევე საბჭოთა ნორმა იყო 15. დღესდღეობით თბილისში, მოდით ისე დაგისვამ კითხოს, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენია თბილისში ერთ ადამიანზე მოსული მწვანე არეალი. ოღონდ სანამ ამ კითხვაზე გამცემთ პასუხს, გავუკეთოთ ესე. არსებობს ორი დაცვა, რადგან თბილისის საზღვრები გაიზარდა და ეს გარკვეული სპეკულაციების საკითხი გახდა. ერთი არის თბილისის დიდ საზღვრებში, გაზრდილ საზღვრებში და მეორე განაშენებულ ნაწილში. რამდენია ერთეულ მოსახლეზე მოსული გამწვანების ფართო? ახლა გოთხილი. ნორმალურად ხელი დაგო ისინი უკვე გამწვანებულ არეალზე და კომანიც. არ არის შორს, განაშენიანებულ არეალში არის 2-დან 8. განაშენებულს ცოტა მეტი, ანუ თუ დიდ თბილისში ცოტა მეტია, მაგრამ რეალურად ეს ესეთი მანიპულების საკითხია. არაფერს თუ ხალხი ვერ იყენებს ნახევარ სამწლიან სარგებელს დიდი აზრი არ აქვს, რა იქნება მაჩვენებელი შეგვიძლია ასე მთელი საქართველოს შემოვიყვანოთ თბილისის საზღვრებში და ვთქვათ, რომ აჰა, მოვედით 15-დან, სადაც ავედით 15-დან. ასეც შორს ვიქნებით ამაჩვენებლის. ანუ პირველად მიზანი არის შევქმნათ ეს მწვანე არეალები, ისე რომ ყველასათვის იყოს ეს მიწვამადი, იყოს ფეხით მისვლადი და აგრესიულობის ბავშვის გაშვება. ანუ გარკვეული ქსელის სახე მოდის ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეხლა ჩვენ ქალაქზე მწვანე ზოლები დავდოთ, რომელიც მთლიანად ისე დაახაზავს ქალაქს, მაგრამ მისვლადობა ბოლოს ჩვენ გეგმაში არის, რომ 1100 ჰექტარი უნდა გამოიყოს გამწვანებისათვის. ეს რაც პირველ ეტაპზე კონცეფცია. ეს პირველ ეტაპზე მომნიშნეთ თუ შეიძლება აი ზუსტად მწვანე არეალებზე რომ საუბრობდით. დაგეგმარებაში ურბანულ სივრცეში უნდა ვთქვათ თვალისწინებული ცხოვრთა გასეირნებისთვის ადგილები, როგორც ქალაქში ძალიან ბევრია ცხოველი, შინაური და მე რა თქმა უნდა ჭირდებათ მე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვარ და შევიდით განაცვლად ინოვაციაში ხო არ გავაკეთოთ ესე ხა თუნდაც დავარო ექცეს და ბოდიშსურთი მაგრამ კი ყველა შეკითხვა ყოველთვის სხვა რო კი ბატონო რომ არა თავიდან ზადა შეიძლება ლექცია ხო და ბოლოს მესამე პუნქტსაც ბოლოს შევიქნებით შეგვიძლია მეკითხო პასუხზე კი ბატონო მე არ შეკითხვა მაშინ არ გინდათ რადგან მე არ დავასრულე შეკითხვა მაშინ ბოლოს დისკუსია გვექნება კი ბატონო საშუალება ეს მესამე მიგდომა არის ის რაც ნაწილობრივ წინააღმდეგობა კონტაქტირების იდეას და ეხმარება გარკვეულად შეკავშირებულობის იდეას.
ანუ წვანი არეალები ეხმარება ხალხს რომ იაროს ფეხის უზრუნველყოფის შეკავშირებას, მაგრამ გარკვეულ ბარიერს წარმოადგენს იმისათვის, რამდენად ახლოს შეგვიძლია მივდიოთ ერთმანეთთან ნაგებობების შენობები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მოკლედ ის სამი მიდგომა, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ კონცეფციის დონეზე, რომელიც ჩემთვის წარმოდგენილია გარკვეული სქემების და რუკების სახით უკვე კონცეფციაში თუ რაიმე კონკრეტული კითხვები იქნება, მე წარმოებული მაქვს ეს პრეზენტაციაც, რომელი კონცეფციის შეგვიძლია გულში წარმოჩენილ. დიდი მადლობა მოსმენებს. ეხლა რა შეეხება თქვენ კითხვას თუ შეგვიძლია. გავიგებთ. ვინაიდან მუშაობდი საკითხზე პროექტის დამხმარებლისას დაცვის ოფისიაში და ამ კანონში, პროექტში ქონდა ეს დასკვნილი კითხვა, რომ ქალაქ თბილისში საჭიროა ეს ეპიზოდიური სიტუაციაც უნდა გამოსწორდეს და საჭიროა ძალიან ბევრი ცხოვრები პატრონიანი და კედლებული გასეირნების ადგილების საჭიროა აუცილებელი თუ გაგვდა გერმანიაში შეტანილი ეს რომ ქალაქ თბილისი ნამდვილად მივიდეს იმ დონემდე რომ გარდა იმისა რაც ბრძანეთ რომ წონე ზონები იყოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები სადაც მოსახლეობას მისაწყავს ცხოველები შეიძლება უსაფრთხოდ ასეირნო და სათანადოდ ესე თან მოწყობილი შეშებილების სიტუაციის რომ მათ შეძლო თავის ფოტოგრაფები გამოიყენო და ასე შემდეგ უსაფრთხოდ. დიდი მადლობა ასეთ კითხვისათვის მართალია ესეთი კითხვა რაც ყველაზე კაი არჩევანია ამ შემთხვევაში. სწორედ ამის გამო მეგობრა რომ თბილისის ეს აუცილებლობა რა თქმა უნდა უთუა ეს ცხოვრება ყავს მე სამყაროს შეჭრება მაგრამ ეს არ არის გენგების დონე. გენგებმა შეიძლება დადოს სარეკრეაციო არეალი და სარეკრეაციო არეალში შიგნით როგორც რეგულირებული რაღაც სივრცეები გამოიყოფა და როგორც განაწილდება ეს არის უკვე შემდეგი დონე, რომელიც ხდება შემდეგი დონის გეგმარებით. ჩვენ შემთხვევაში ეს არის GRG და შემდგომ უკვე კონკრეტული პარკის დაგეგმარება, რომელიც განსაზღვრავს სადების ხალხი, სად შეიძლება ცხოვრების შეყვანა, სად არ შეიძლება ცხოვრების შეყვანა. გენგების დონეზე მოდით ამასაც უცებგავენ რატო არ არის ეს გენგებმაში გასაფორმებელი. გენგების მას უნდა გააჩნდეს გარკვეული პლასტიკობა, რადგან სამყაროს იცვლება გენგებმა რომელიც გარკვეული სახის ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოს წარმოადგენს, არ შეიძლება ესეც სიზუსტის დეტალებს იწვევდეს. მაშინ ჩვენ ვერ მოახდენთ ადაპტაციას ქალაქის ცოლებად რეალობაზე. იმისათვის რომ ინვესტირება შევინარჩუნოთ, აუცილებელია კი გენგებმა გადაიჭრას ეს რეკრეაციული არეალი, რაღაცა სხვა პლანეტარული არეალი, გამზარებული არეალი, მაგრამ შიგნით რა მოხდება, ეს უკვე შემდეგი ეტაპების გადაწყვეტა. ანუ ბოდიში გადავედით, ხდებით უკვე თავისთავად გადავედით კითხვა-პასუხის რეჟიმში. კონჩეტო, ოპცია. კი, უბრალოდ მინდა გთხოვოთ იმისათვის რომ რაღაცა თანამდებობა დავიცვათ, წინასწარ შეგვიძლია დაიწეროთ ხელი და მე რამდენიმე სასწრაფოდ დავიმასწორებ. თუ ძალიან გვერდმაინცა შეიძლება ვერ დავასწორებ, მაგრამ შევეცდები. ესე იგი, თქვენ, შემდეგ თქვენ გამარჯობა, ანენა ცენცებაძე, წარმოადგენ პროექტის ინიციატივა საჯარო სივრცისთვის. რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველი შეკითხვა არის ის, რომ რეპრეზენტირდებოდა, რომ ქალაქის ახალი გენგეგმა მზადდება და შემდგომ გაირკვა, რომ ეს არ არის ახალი გენგეგმა, არის განახლება არსებული გენგეგმის. თუ შეიძლება დაგვისაბუთეთ რატომ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებულ გენგეგმას შეიძლება ეშველოს განახლებით. თუ ფიქრობთ, რომ ახალი გენგეგმა უნდა დაიდოს ქალაქისთვის. დავსვამ რამდენიმე შეკითხვას და შემდგომ მივასვენ. ბუნდოვანი იყო და ვერ გავიგე, რას ნიშნავდა არსებული საცხოვრებელი ფართი საკმარისია მოსახლეობისთვისო. საცხოვრისის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხია დღეს თბილისში და გთხოვთ, რომ კონკრეტულად შეეხოთ, როგორ გადაწყვეტს ამ პრობლემას გენგეგმა ან რა მიდგომები აქვს თქვენს მიერ შეთავაზებულ პროექტს. მესამე ძალიან მტკივნეული თემა, რაც უნდა წამოვწიოთ არის ეს გამწვანების საკითხი. ანუ საუბარი მარტო
არამარტო იმაზე არ არის რომ დავისვენოთ და მშვენიერ ხეებში გავისეირნოთ, აქ არის საუბარი საჯარო სივრცეზე, რომელიც პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი მედიუმია, ასე ვთქვათ, და რომელიც ზუსტად იმ კონფლიქტის გამო, რადგან თქვენი პრეზენტაციის თავში საუბრობდით, ნელ-ნელა შემცირდა ქალაქში და ამას ხელს უწყობს ის კანონმდებლობა, არა მხოლოდ სივრცითი კანონმდებლობა, არამედ უამრავი კანონქვემდებარე აქტი ქალაქ თბილისის დონეზე, რომელიც თავისუფლად უშვებს გამონაკლისის სახით ამ სივრცეების შემცირებას, ზონირების მოხსნას თავისუფლად და მათში, ასე ვთქვათ, ინვესტორების შემოსევას და უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ამის გადაწყვეტას როგორ ფიქრობთ და მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დავასრულებ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების საკითხი. თქვენ იცით, რომ თბილისს გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონები, რომელიც არ არის ასახული არსებულ გეგმაზე. იმედი მაქვს, რომ იცით, რას ფიქრობთ ამ თემაზე და რას თავაზობთ თქვენ ქალაქის ხელისუფლებას, როგორც აი ამ პრობლემური საკითხის მოგვარების გადაწყვეტას. მადლობა. უკაცრავად, უკვე ბოლოდან დავიწყებ პასუხს, თუ შეიძლება და მე შეიძლება გთხოვოთ, რომ შემახსენოთ კითხვა. კი, შეგახსენებთ. კაბადონა ანანიდან თუ შეიძლება ირიდიან დამოყართავთ, რამორდა ამას ზოგადად. ესე იგი, რაც შეეხება კულტურული ზონირებას, კულტურული ზონირების დამუშავება ქალაქის ცენტრზე და ამის კვლევა, დაზუსტებით შესწავლა და შესაბამის დოკუმენტების შემუშავება დაევალა ჩვენი პროექტის დასაწყისამდე დაევალა სხვა კომპანიას, რომელმაც ეს სამუშაო შეასრულა და ეს სამუშაო არის საყრდენი მასალა, რომელსაც ჩვენც ვიგონებთ და ამის გარდა ცენტრის გარეთ არსებული ისტორიულ-კულტურული დაცვითი ობიექტები ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი სამუშაოების ერთ-ერთ ეტაპზე და ამის გარდა ეხლა მუშავდება თემატური რუკა, რომელსაც ქვია კულტურული ისტორიული ღირებულების მქონე ინდუსტრიული ნაგებობები. ეს არის ის, რაც არ ქონია თბილისსაგან. არსებული ზონების ისტორიული ნაწილის დაცვა. ეს შეტანილია ჩვენს გენგეგმაში. ორგანიზაციებია სხვა ორგანიზაციებია და მიგრონულ ორგანიზაციებია. ეს მოამზადა გეოგრაფიკმა და ამ გენგეგმის დამუშავების ფარგლებში მოამზადა გეოგრაფიკმა. არა, ეს ცალკე დაკვეთით მოამზადდა, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ იმ დოკუმენტს, რომელიც იმ დოკუმენტს, რომელიც აღიარებულია მერის მიერ დავერტყმით. შემდეგი კითხვა იყო უკაცრავად შემახსენებთ. საცხოვრისის საკითხი. მიკროფონი შევდეთ ხოლმე საუბრობს. საცხოვრისის საკითხი. საცხოვრისის საკითხი. რაც შეეხება საცხოვრისს, არც ეხლა ზუსტად თქვენი გიყო თუ აღვდით თემას შემოსწორეთ თუ შეიძლება და შევეცდები რომ ზუსტად გაგცეთ პასუხი. რას ნიშნავდა ჩემი ნათქვამი, რომ თბილისში ასეული საცხოვრებელი ფართი აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას, ეს ნიშნავდა, რომ თუ ავიღებთ და ძალიან უხეშად დავიღებთ თბილისში არსებულ საცხოვრებელ ფართს, გავყოფთ მოსახლეობაზე, ან თუნდაც ავიღებთ შიდა მეურნეობის ეხლა ჩატარებულ იმას კვლევას, ეს მივიღებთ, რომ თითოეულ მოსახლეობაზე არსებული საცხოვრებელი ფართი თბილისში ნორმებს აკმაყოფილებს. არ მარტო აკმაყოფილებს, გადაჭარბებულია, მართლაც უცხოეთიდან გადაჭარბულია. მე ამ ციფრის დასახელებას მასალებით ცოტა შეგნებულად ავარიდე თავი, რადგან ეს ციფრი სხვადასხვა კვლევებში არის სხვადასხვა და არ არის ერთი კონკრეტული, თუმცა ყველა მათგანი ამაზე მეტია. აქ ცოტა თული ამის ახმამიდროს, საბჭოთა კავშირის დროს იყო 16, შემდეგ როდაიშალა ჩამოვიდა ჯერ 12-მდე, მერე 7-მდე, მერე საცხოვრებელი ფართის დაცვის სისტემა შეიცვალა, გაიზარდა ჯერ 21-ზე, მერე თუ არ მეშლება 2006-7 წლებში გამოაცხადეს, რომ ეს არის 24, მაგრამ რამდენად იყო 24, ეს უცნობია, იმიტომ რომ იმავე წელს გამოცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ყველასთვის საშუალო არის 24 და პირდაპირ 24 და 2 იყო ჩვენიც და ეს საშუალოც ერთმანეთს გაუტოლდეს და რამდენად მანიპულირების მცდელობა იყო და რამდენად რეალური არაფერს არ გადაუმოწმებია, ერთადერთ დოკუმენტში წერია და ყველა ამას იყენებდა, ამას არის აღარ დაუთვლია შემდგომ. ეხლა რაც აჩვენა შიდა მეურნეობების კვლევა, ეს იყო, რომ თითოეულ მოსახლეზე საშუალო მაჩვენებელი არის 35, მაგრამ რას ნიშნავს ეს? აი აქ არის პატარა გაგების ცირკული. იმიტომ რომ მათემატიკაში რამდენად ჩაგდოთ ახლა არ ვიცი. რეალურად არსებობს საშუალო და მედიანური მაჩვენებელი, როდესაც არ
თანაბარი განაწილება უმცირესი და უმაღლესისა ესენი ერთმანეთს ცდება და საშუალო მაჩვენებელი თვალს ატყობს რეალობას. ის არ ასახავს რეალობას. უფრო ხშირად ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მედიანური მაჩვენებელს, მედიანური მაჩვენებელი არის 27 თბილისისათვის. ჩვენმა კვლევამ, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ პირველ ეტაპზე, აჩვენა, რომ შეიძლება იყოს ცოტა მეტიც. მივიღეთ, რომ შესაძლებელია იყოს 30-მდე. მაგრამ კიდევ ერთხელ ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებული საცხოვრებელი ფართობი. კიდევ ერთხელ გაგიმარტოთ, რომ ეს ციფრი გამოწვეულია იმით, რომ გადანაწილება ქალაქის ფარჩი მე მესმის, რომ ჩვენ ყველა ჩვენგანი ამას ვერ აღვქვამთ, რომ მაგრამ როგორ მე ამ 30 კვადრატი მიკუთვნის ქალაქში სადაც 30 კვადრატი საცხოვრებელი ვერ აღვქვამთ, იმიტომ რომ გადანაწილება არათანაბარია ძალიან. თქვენ რა შეთავაზება გაქვთ თქვენს პროექტში საცხოვრისის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით? როგორ უნდა გაითვალისწინოს გენგეგმამ ეს საკითხი? პირველ რიგში საცხოვრებელი ფართობის რეგულირება უნდა მოხდეს და სად შენდება და როგორ შენდება და რა შენდება იმისი და ამის სისტემა წარმოქმნილი იქნება როგორ პროექტში, კონცეფციაში ეს ზუსტი სისტემა ჯერ არ დებს და არასწორი იქნება ამ მექანიზმებზე ეხლა ვილაპარაკოთ. მეორე რიგში თუ ქალაქს მაინც დაჭირდა, ან ჩვენ ვერ ვეთქვით ყველას, რომ ეს ძალიან კაპიტალისტური და როგორ თქვა, უხეში მიდგომა, რომ უთხრათ ყველას, რომ დიდ სახლიდან გამოსახლდა პატარა სახლში შესახლდა, ამიტომ კი, გადააწილება არათანაბარი მეტნაკლებად მაინც იქნება და შესაბამისად აუცილებელი იქნება დამატებითი საცხოვრებელი ფართობის წარმოქმნა, მაგრამ დამატებითი საცხოვრებელი ფართობის წარმოქმნისათვის აუცილებელი სივრცეები ქალაქში არსებობს განაშენებული ნაწილის შიგნით და ამისათვის განაშენებული ნაწილის გარეთ გასვლა აუცილებელი არის. ქალაქს გააჩნია ძალიან დიდი ჯერ ერთი ბრაუნფილდების რესურსი და ძალიან დიდი სარეკონსტრუქციო არეალები, რომელშიც შესაძლებელია გარკვეული სახის გამჭირვება, მაგრამ ძალიან დიდი როგორც ეს საქმე ბრაუნფილდები არის. ბრაუნფილდები არის ყოფილი საწარმოო ძირითადად. თვითონ ტერმინი ბრაუნფილდები მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიებს, რომელიც რაღაცა სახით მიტოვებული და დეგრადირებული და საჭიროები ხალხს. ჩვენ შემთხვევაში ეს იმიტომ რომ არ არსებობს ქალაქის პარკებში სრული კვლევა და ამბობს მოდის რომ მიუხედავად იმისა რომ გენგეგმას მომუშავებთ ეს აღნიშნავს რომ ჩვენ ყველა კვლევას რომელიც ქალაქს არ აქვს მოვახერხებთ როგორც ჩვენ ვეუბნებით იმ მონაცემებს რაც არსებობს ვეუბნებით საწარმოების მონაცემებს რომელიც ძალიან ზუსტად არსებობს ქალაქში მეტნაკლების ზუსტით არ არსებობს მათი აქტიურობის მონაცემი რეალურად დავაკეთებთ ამის კვლევას ჩვენით რომ დავადგინოთ რომ მუშაობსომილია და შესაბამისად ის ტერიტორიები რომელიც ყოფილ საწარმოების ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის მიერ მოგეხსენებათ რომ ბევრი საწარმო დარჩა ფუნქციით აღარ მუშაობს და მათი განახლების აუცილებლობაც არ არსებობს კონკრეტული საწარმოების განახლების საჭიროება და მიზანშეწონილობა შეიძლება არსებობდეს მაგრამ ყველა სამართლად არსებობს ეს პარტი ჩვენ როგორც დავთვალეთ არის 1300 ჰექტარი თუმცა აქედან შემდგომ ის რაც შეიძლება გამოყენებადი იყოს არის 800 ჰექტარი რეალურად თუმცა ამის გარდა არსებობს კიდევ გამჭირვების პოტენციალი ქალაქის გამჭირვების პოტენციალი ეს ცოტა რთული დათვლის საკითხია და ეხლა ციფრს გიატვით მაგრამ ეს არ უნდა გაიგოთ რომ შეგვიძლია საერთოდ დაძევა შეუძლია პოტენციალი არსებობს ეს ანიშნავს რომ ის შემოქმედების გამოყენების პოტენციალის გამოყენების მიზანშეწონილობა ცალკე შეფასების საკითხია ეს შეფასება პროექტის ბოლოს რეალურად ქალაქს არსებული საცხოვრებელი ტერიტორიები რომელიც არქიტექტურა იმას ცოტა უკეთ რომ გაიგოს საცხოვრებელი ტერიტორიების წითელი ხაზების შიგნით არსებული ფართის გამჭიდროებით იმ კონცეფციით რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ამ ეს კონცეფცია გულისხმობდა რომ ქალაქი უნდა განაშენებდეს ძირითადად საშუალო სართულიანობით ეს არის პროცენტობა კარგი დაგესან რაღაც მჭიდროთი ამ კონცეფციის მიხედვით ქალაქს შეუძლია კიდევ 150,000 მოსახლის დატევა არსებული საცხოვრებელი წითელი ხაზების შიგნით საჯარო სივრცეზე იყო კიდევ ან ჩემი შეკითხვა იყო რას თავაზობს გენერალური გეგმა ქალაქის ხელისუფლებას როგორ უნდა გადაიჭრას საჯარო სივრცეების მასიურად შემცირების საკითხი რომელიც კანონიერად ხდება ასე ვთქვათ და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი თუ მოახდინეთ წინა საპროექტო კვლევის პროცესში რა თქმა უნდა ეს პირველ ეტაპზე ჩვენ მოვალებოდა რა თქმა უნდა მოახდინეთ ეს ჩვენ ამის გარეშე სამშობლო დაცვის კვლევა არ ქონდა მოვალებოდა პირველ ეტაპზე წარდგინეს მერიას პირველ თანხმობა
ის კვლევა საკმარისი იყო. რაც შეეხება რასაც თქვენ მოგთ, მე ამას რეალურად ვთვლი რომ შეიძლება არ ჩამოყალიბოს ყოველ კამეთ შემოგვიყვება. ნაწილობრივ გავიცი პასუხი წეღან, როდესაც ვთქვი რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არ შეიძლება იყოს იმ მანიპულების იარაღი, რომელსაც გენგიკმა საუბრით გვერდს. თუ ესეთი ინტერესი არსებობს, მაშინ უნდა გამოშვდეს შესაბამისი სტრატეგია და შემდგომ ხელახლა გადამუშავდეს გენგიკმა. არ შეიძლება განმაში იყოს მითითება, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში დასაშვებია გამონაკლისები. ეს რა თქმა უნდა ხდება გვერდის ავლის მექანიზმი ყოფნის. ამასთან ერთად ეს სულ თავია, როდესაც დავიწყებ მოსანება, ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი არეალების გამოყოფა, რომელსაც ერთიანი რეგულაცია მოერგება რაღაცა სახით, რომელსაც მინიმალური სახის გამონაკლისების დაშვება შეიძლება. ჩვენს მიერ პირველი ეტაპზე წარმოადგენილი იყო აქ საქართველოში განიხილეს, რომ რეკრეაციულ ზონებში აიჭიროს საცხოვრებელი ტერიტორიის დაშვების გაკეთება სპეც შეთანხმებით ამის გატარების უფლება აღარ აქვს. საუბედუროთ ამაზე ვთქვათ, რამდენიმეჯერ შემდგომ კიდევ გავაახერხეთ შეთავაზება და ამას აუცილებლად ავსახავთ პროექტის ბოლოსთვის. კიდევ რაღაცა სათავთან დაკავშირებით განახლება რომ ქვია და არ აქვს გენგიკმა. რეალურად ამ პროექტს თავიდანვე თქვა განახლება. რაც შეეხება სათავშს და მე შინაარსებად. ამ პროექტს თავიდანვე თქვა განახლება ეს რომ ახალი გენგიკმა იყო უბრალოდ nic გავცევა იმის შეცდომა თავისი რატო გავცედეს ასე. თვითონ კონკურსს ერქვა კონკურსი განახილებას. გენგიკის გამო. რამდენად შეიძლება განახლება და რამდენად ახალია საჭირო, არავის არ განუსაზღვრავს განახლების საზღვრები. რაც ცხადია, ეს არის რომ გენგიკმას გააჩნია გარკვეული მემკვიდრეობითობა, არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ქალაქი რომელიც არსებობს და ის დოკუმენტები რომელიც ჰქონდა, მე საერთოდ ამას არ ვიცოდი და მე ახალ ქალაქს ვიყიდე. შესაბამისად, ჩემთვის პირადად არ ვიცი ხო შეიძლება ჩემი უფროსი კოლეგები რომელიც უშენენ გარკვეულწილად არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემთვის პირადად ჩემგან შემიძლია ამაზე ვისაუბროთ. მე ვერ ხედავ ამ ტერმინოლოგიაში ესეთ კონკრეტულ პრობლემას, მით უმეტეს თუ განახლების საზღვრები არავის არ დაუდგენია, განახლება შეიძლება სრულად ჩანაცვლებას ნიშნავდეს უბრალოდ გათვალისწინებით იმისი რაც იყო აქ. რას ნიშნავს ახლებს თუ ახალ გენგიკმას და რას შეიძლება ნიშნავდეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ჩვენ ვდებით გენგიკმას, რომელიც გადაწყვეტილი იქნება იმ 3 მილიონის მიხედვით, რომელიც მე დავასახელებ. მოგესალმებით, დიდი მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის ორსოს ვარდაშვილი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთი წევრი საკონკურსო კომისიის რომელმაც შეარჩიეს SETI ინსტიტუტი თქვენთან არის ჩემი მეგობრები, რომელსაც დიდი პატივს ვცემ ჩემთან ძალიან ახლოს დგას ის პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებს. და ნაცნობია ის პრობლემატიკა. უბრალოდ გულის ტკივილის მინე ვთქვა, რომ როდესაც ქალაქს შედება ძირითადი პრობლემების გადაწყვეტა, პირველად ის საჭიროების სასწრების მოძებნა, ქალაქი ღარიბია და ვერ ახერხებს მობილიზებას ისეთი პროექტებისთვის, თანხების მობილიზებას, როგორც მაგალითად ტრამვაი, მეტრო და ასე შემდეგ. ეს არის უწავლესი პრობლემა დედაქალაქში და ამ შედეგებს ვიმკით და მოვიმკით კიდევ 10 წლების მანძილზე. ეს ჩვენ თითოეულ შენადარის ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ არ გამოყვები ამ თემას შორს, მაგრამ როცა საუბარია რაღაც თქვა პანორამაზე ან მსგავს პროექტებზე, ამ დროს მოიძებნება თუნდაც საშუალებები მილიარდობით ფინანსური რესურსები, რაღაც 2-3 ნაგებობის შენობისთვის ასე შემეკლად და ამის პრობლემა არ არის. გასაგებია შეიძლება იყოს კერძო ინვესტიცია და ვერ მოვთხოვთ კერძო პირს, რომ კიდე თუ არა შენი მილიარდი მოდი და ჩვენ პირველად საჭიროებებში ჩავდოთ და რაც ქალაქს შედება ჯერ ის პრობლემები გადავწყვეტოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ კერძო პირმა მაშინ არ უნდა მოგვახდინოს ის აზრი თავს, რომ კიდე თუ არა იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ქალაქს პირველად დაჭირდება და ეს ოდენ აუცილებელია. ჩემი კითხვა იქნება შემდეგი, რამდენადაც ვესწრებოდი კონკურსს და ვიყავი წევრი და შევარჩიეს ორგანიზაცია, იქ დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა ბევრი სპეციალისტისგან. მათ შორის იყო კითხვები სტრატეგიის არარსებობაზე. მე თვითონ გულირებდი ერთ-ერთი სტრატეგიის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის
მეშვეობას, რომელიც ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და როგორც ყოფილიყო მიყვანილი ბოლომდე სტრატეგია უნდა იყოს დამტკიცებული საფეხბურთოს მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული როგორც ქალაქის პოლიტიკა, გრძელვადიანი პოლიტიკა. საუბარი იმაზე, რომ გენგეგმა არის ხერხემალი კონსტიტუცია მოგვითხოვდა ქალაქის განვითარებისთვის. შესაბამისად, სტრატეგია აუცილებელია იმისთვის, რომ გენგეგმა იყოს დინამიური, იყოს სტაბილური და რამდენი ხელისუფლებას მოვა, თქვათ, დედაქალაქის მთავრობაში, იმდენი არ შეცვალოს, იმდენჯერ არ შეიცვალოს ძირითადი კურსი ქალაქის განვითარების და ქალაქი განვითარდეს მდგრადად და იყოს მდგრადი განვითარების გზაზე დადგეს. ხომ არ ფიქრობთ პირველი შეკითხვა, რომ რამდენადაც ესეთ სტრატეგიები არც არსებობს, მე მგონი გარემოსთვის სტრატეგია გაკეთდა ერთი ეგ იყო, ისიც ამოცი საქართველოს დაამტკიცა თუ არა, არ მოსასწრაფოს და ძალიან კაი. ანუ ძირითადი სტრატეგიები მაინც არ არსებობს. ხო არ ფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ჩაიბარებს, თუმცა დიდი ფულია გადახდილი ხა, ვიცი რა გადახდილი, ჩაიბარებს თქვენ დოკუმენტს, ის იქნება თაროზე შემოდებული და დაედებოტორი ისე როგორც დაედოტორი ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ქალაქისთვის სასწავლო მნიშვნელოვან დოკუმენტს. და მეორე რაც ასე ვთქვათ ძალიან მასწავლებს არის ის, რომ ევროპაში ის ქალაქები ზოგადად გლობალურად თქვენ მოგეხსენებათ, რომ 21 საუკუნეში ქალაქები შეადგენენ ეკონომიკის მამოძრავებას 80% თანამედროვე 80% მუშაკის მოდის ქალაქებს, ესე ვთქვათ, მოდით. შესაბამისად, ქალაქები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ცხოვრების ხარისხით. ცხოვრების ხარისხი კიდევ ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის არის ცხოვრების რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ზუსტად ეს კავშირები, კომპაქტურობა, ეს მწვანე ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია და რეკრეაცია აქ არის ასე ვთქვათ შეუცვლელი. ისეთი მდინარე როგორც არის მტკვარი. ქალაქები არსებობს, მაგალითად მადრიდი მკვდარ მდინარეს აცოცხლებს და ხარჯავენ რესურსებს, რომ ამოთხარონ მიწიდან მკვდარი მდინარე, რომ რომელიმე ხელმისაწვდომობა რეკრეაციასთან იყოს, ვთქვათ, გარდი. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მტკვარი იყოს პირველადი დანიშნულებით გამოყენებული და არ იყოს გზად გადაკეთებული. ავტომობილების სავალკო ნაწილად და იყოს რეკრეაციის ზონა. დიდი მადლობა. მოდიშით რომ ცოტა გამიგზავნოთ. დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. ბოლოს ის რო გარემოიცეს თქვენ ახლა იგაპარაკეთ ჩვენს გადაწყვეტილ ვიდეოს თქვენთან დაკავშირებით და არა მარტო თქვენთან, თუმცა თბილისში მრავალი ინციდენტი არსებობს თბილის გარდა, უფრო ზუსტად 2018 მე პირადად პრეზიდენტი არის ციფრი. და შესაბამისად ჩვენ ამას ამუშავებთ ერთი ზამით ხალხს თუ არა და გამჩერდება. ესე იგი, არ შეეხება მტკვარს, საკმაოდ მტკვარი არის არა მარტო კი ბევრი ევროპის ქალაქს არის მდინარე, ის როგორც რესურსი არ ცნობილი გამოიყენა როგორც რეკრეაციული, მუსიკალური, ტურისტული რესურსი გახდა. თბილისის მტკვარი კიდევ ერთ მნიშვნელობას ატარებს, მტკვარი არის ის, რატომ თბილისი არსებობს. რეალურად მტკვარი ერთადერთი მიზეზია, რატომ არსებობს თბილისი აქ. თბილისი ჩამოყალიბდა მტკვრის ყველაზე მიწური გასასვლელში ცხეთიდან. ერთადერთი გასასვლელი იყო ეს მეტეხის ციხე და შემდგომ ის გადაგმა ნარეკალიკუბას ციხე, ეს იყო დაცვითი ფორტიფიკაციები, შემდგომ აქამდე უკვე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ, ცალკე ნაწილია მტკვრის გარშემო გამწვანების მოთხოვა და გამწვანებული ქსელის, რომელშიც არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც საკმაოდ რკინეულად გაიგეს ხალხში ალბათ და ორგვაროვანი და ამას წინათ მაგალითად ჩვენ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბატონმა ამხასებამ გააჟღერა ეს ერთ-ერთი ნაწილი და თავისუფლებას მიუცემს გავიაჭრეს. მაგალითად ლაბარაკი ისინი შეიძლება ელიავას ტერიტორია გამოყენებული იყოს როგორც სარეკრეაციო არეა. ელიავა ძალიან მძიმე ერთად აწევს ქალაქს. არა მარტო იმიტომ რომ კი ეს კარგი ტერიტორია და რაღაცა, რეალურად მის გარშემო რესპირატორული გამოკვლევის რიცხვი არის უმაღლესი. ის ძალიან მძიმე ჯანდაცვის პრობლემაა ქალაქისათვის. ის ძალიან მძიმედ აწევს მიმდებარე მოსახლეობას არა მარტო
ჯანმრთელობაზე სულთან GPS-ს ეკონომიკურად ძალიან დეგრადირებას ახდენს მათ საცხოვრებელი გარემოს აი აუფასურებს მათ საავადმყოფოს ასეთ რეალურად ქალაქში არსებობს ესეთი განვითარებები რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმდინარე მოსახლეობას გარკვეულწილად აღაჩარებენ მათ ქონებას ასული რაც შეეხება შეგვიძლია გავიაროთ ეს უკან თუ კიდაც ეს არის ის თემატური მაგრამ ამ გაზეთს ჩანს ის გარშემო მონიშნული მწვანე არეალები პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ტირმის ჭალები რომლებიც არის ქალაქის არსებული რესურსი რომელიც დეგრადაციას განიცდის და თუ იქ არ მოახერხებს როგორმე ხალხის ინტერესის მიზიდვა და გარკვეულად ხალხისთვის ჩვენება იმისა და ეს მათთვის არსებული რესურსია ეს ადგილი იჩქმალება ასე ვთქვათ და ილახება ნელა იკარგება თქვენ თუ დახედავთ Google Maps-ზე შეხვდეთ და დახედოთ რუკის პროსპექტივას ბოლო 4 წლის მანძილში ეს ნამარიალო განახებდა და ამ განახებდა მდინარის კალაპოტიანის მთლიანად შეცვლილი რაც ძალიან საშიშია ქალაქისთვის რეალურად რასაფრთხის მატარებელი ამის შეფასება არც მომხდარა კონტროლები იყო და ნაწილი დაგხვდა და როგორ შეიცვალა ამითი შეჯვრის არეალები რასაფრთხები წარმოიშვა ახალი ამას შეფასება უნდა კვლევა უნდა ძალიან საფუძველი რომელიც საბუთო დილების ფაქტებში ვერ განხორციელდება ვერც ვარით ვერც ვერ ეწევა ამ ფაქტებში არც შინაარსით არ არის ეს ახლა გენგების დასამუშავებელი კვლევა მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი ამის გარდა გასაკეთებელია ტურისტის კერის კვლევა რომელიც შეიცვალა და შესაძლებელია რეალურად რას წარმოადგენს რეგულარული თქვარი ამასთან ერთად ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ მარცხენა სანაპიროზე არსებული ტრასა უნდა ნელ-ნელა განვითარდეს და ხალხს მიეცათ საშუალება რომ მივიდეს მდინარესთან. ამისათვის სწორედ გამიხილავთ, ვისაც ეს ტრასა არსებული ტრაფიკი, არსებული სამანქანო ნაკადი საქმე გადავიდანთ, გამიხილავთ რომ მოეწყოს გზა არსებული რკინიგზის გასწვრივ, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს, ანუ კახეთის გზატკეცილს დააკავშირებს მის ჩრდილოეთ ნაწილთან. Uzrunalობს იმ ტრანზიტს, რომელსაც დღეს თავის ნაწილობრივ სანაპირო, ნაწილობრივ ძველი თბილისის ალობის. მან შესაძლებელია რომ მთლიანად საუბარო შეფორმაც ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით განვიხილავთ რა განაწილებში შეიძლება შევარდოთ, რა ნაწილებში ამოვიღოთ კონცეფციაში, რაც გამომუშავეთ, ეს არის მიმართება ამ ტერიტორიისადმი, პროექტში იქნება წარმოდგენილი ზუსტი არეალების ადგილობრივი მიხედვით. მეორე კითხვა გქონდათ გაცნობი და თუ შემოსახებია. ბევრი ისედან და შემდეგ შეიძლება რომ ისე დაუბრუნდეთ თქვენ იმას უკაცრავ თქვენ უკანონოს ხერხია თქვენ. აუჯეროთ დილმოგო მოხსენებისთვის. Ну, რა თქმა უნდა, თავიდან ეს აქსიომები ალბათ ჭეშმარიტებია, რომ სიმწვანე კაია და რაღაცა ის ალბათ თანამედროვე ქალაქის აუცილებელი ელემენტია, რომელიც ყველა თავისთავად ვიცით რომ იქნებოდა ისედაც. უბრალოდ რადგან თქვენ დაიწყეთ თავიდან საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ხედავთ რომ კერძო ინიციატივებზე გაგრძნობილი შედეგები, რომელიც კერძოზე არის ორიენტირებული, საბოლოოში არ გარდაიქმნება საერთო სიკეთეთ, ამის შედეგი მივიღეთ ესეთი ქალაქი როგორც არის, მაინტერესებს კონკრეტულად რა არის ამ ახალ გადამუშავებულ გენგებაში აი ამ კონტრტენდენციული, რომელიც შეამცირებს აი ამ ზარებს არ არის მაგალითად ახალ მწვანე ადგილები კი უნდა გაჩნდეს, არამედ რა შეცვლის უკვე ძველგადამუშავებულს, ანუ რა იქნება კონტრტენდენციული ერთი მაინტერესებს. მეორე მაინტერესებს რა თქმა უნდა თქვენი ნაწილი არის ფიზიკურ გარემოსთან მუშაობა და არა სოციალურ და პოლიტიკურ გარემოსთან. და ამიტომ მაინტერესებს რამდენად აქვს თქვენთან შეხება და კოორდინირება თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს, რადგანაც ჩვენ შეიძლება ვნახოთ ესეთი შედეგი მივიღოთ, რომ რეგულირებული დოკუმენტი დაიდოს, რეგულაციების მომხრე დოკუმენტი დაიდოს, მაგრამ წინააღმდეგობაში მოვიდეს ქალაქის ეკონომიკური განვითარების დოკუმენტი. მაგალითად თქვენ არის თუ არა გათვალისწინებთ თუნდაც თქვენ ისაუბრეთ უკვე საწარმოო ზონებზე, მაგრამ ეკონომიკური განვითარების გეგმა საერთოდ არ ფიქრობს მაგალითად საწარმოო განვითარებაზე, იმაზე სადაც ეს გეგმები. ან ეს არის სახელმწიფოს ჩავარდნა, როდესაც
კოორდინირების გარეშე მუშაობენ, თქვენ რა გავლენა ან რა კომუნიკაცია გაქვთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ხო, ძირითადად ეს დავამატებ უკაცრავად, იგივე ნახსენები კულტურული მემკვიდრეობის გეგმას ადეკული განვითარებაზე ქალაქის, ასევე სხვა დანარჩენი დოკუმენტები სასომაც ახსენა განთვლილი არის თუ არა და გვარგონეთო ცოტა პრაქტიკულად მიდის, არ ვიცი თქვენი ჯგუფის მუშაობის სისტემურობა, არ ვიცი თუ დიდი მადლობა. ესე რა თქმა უნდა ეს კოორდინირების პრობლემა არსებობს თბილისში და არა მარტო საქართველოში და ჩვენ არ ვართ პირველი გამოცდის რომელსაც ეს პრობლემა გვექნება. რასაც თქვენ ამბობთ ეკონომიკური განვითარების გეგმა თბილისის შემთხვევაში ამის განსაზღვრებს ეკონომიკის სამსახური, რომელსაც ჩვენთან კავშირი აქვს, ისინი იწყებენ თბილისის გეგმაზე მუშაობას, რომ არ მოგაწოდოთ ჩვენს კითხვების გარკვეული მასალები, მოსაზრებები შევხვდით ასე. გარკვეული პროექტები, რომლებიც პარალელურად მიმდინარეობს, რომლებიც აქაც იყო ამაზე კითხვა დასმული, წინაზე ვიწევდი ბატონი მერაბიაკეთებელი განხილვას, მას ეს კითხვა დაუსვეს, რომ როგორ ხდება მისი კოორდინირება, არის ამ კოორდინირების პრობლემები, რომ ამბობთ, თუმცა მეტნაკლებად ახერხებთ ხოლმე რაღაცა გავლენის ქონას, თუ პირდაპირ ის არ იგივეს, თუმცა არის პროექტები, რომლებიც ჩვენ ვერ მოახერხებთ, რომ ან შევეთანხმებით, ან შევიჩერდეთ. რაც შეეხება იმას, რაც თქვენი გითხრეთ, ჩვენი პირველი პროექტის პირველი ორი ეტაპი, ან პირველი 6 თვე გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენ გავაკეთებინა ანალიზი არსებული გარემოსი, როგორც ფიზიკურის, ისე დოკუმენტების. ჩვენ გვევალებოდა გამოვეფინა ყველა იმ დოკუმენტის ანალიზი, რომელიც თბილისის სივრცეზე გაგონასწორდეს. ჩვენ ეს დოკუმენტები გავაანალიზეთ, შესაბამისი ანალიზი წარმოვადგინეთ, გადავიცით მერიას. მე დაფრთხილებული ნებისმიერ თქვენგანშევია გამოითხოვოს და მიიღებს. აქ ვერაფერად ეს არის სამუშაო მასალა, რომელიც ჩვენ მიერ წარდგენით ჩვენი სამუშაო სამსახური, ეს არ არის მარტივად სამუშაოები, შედარებით უფრო მარტივი სახით, ის როგორ გადადის ეს გეგმაში, ჩვენ პროექტთან წარმოადგენილი, როდესაც პროექტს ექნება დანართილი ტომების სახით ყოლა დარჩა. პირველი კითხვაც რაღაცა კონკრეტული მომენტი არის. ნუ არ შესაძლოა. თქვენ მარტო მოსწონების ეს შეკითხვა. რა დოკუმენტი გაანალიზეთ, როცა მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ რკინიგზის ხაზი უნდა გადაიტანოთ, არსებული რკინიგზის ხაზი გადაიტანოთ თბილისის იქით. რა დოკუმენტი გავანალიზეთ, ეს ძალიან ბევრი დოკუმენტი გავანალიზეთ, მართალობით რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებადაც მათ შორის ის დოკუმენტები, რომლებიც შედგა იმ შეხვედრებზე, რომლებიც ამ თემის გარშემო ეწყობოდა, რა თქმა უნდა მათში ყველა ის საკითხი არის ნახსენები, რაც გადატანასაც აქვს, დარჩენასაც აქვს. ერთი რაც აშკარა არის, ეს არის რომ რკინიგზის ის ნაწილი, რომელიც ემსახურება თვითონ გადაზიდვას ქალაქის პარკებში, უნდა იყოს გადატანილი. ეს არის არა მარტო ჩვენი მოსაზრება, ეს არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება, რომლის სახიფათო თვითები აღების მოსაზრებას. ამის შემდგომ ჩვენ მრავალი შეხვედრა გვქონდა რკინიგზასთან და რაც შეეხება რკინიგზის გადატანას, მე მესმის, რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ ნებათაღების მომენტი, მე მესმის რა ფასეულობა მეც და ჯგუფსაც და ყველას მისცემ პრაგმატიკაზე მუშაობთ, რა ფასეულობა რკინიგზის ცენტრში არსებობას, ჩვენ ხების ეტაპზე წარმოქმნილი გვქონდა გადაწყვეტა, რომლის მიხედვითაც რკინიგზა ქალაქის ცენტრში მარჩვენდებოდა როგორც აგლომერაციული ტრანსპორტი, რომელიც აკავშირებდა აგლომერაციას, ეგრეთ წოდებული აგლომერაციით, ანუ თბილისის ცოტა არასაერთო გასაგებია სიმათვის ვინცამდენის არის თბილისის გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქებისათვის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის შექმნისათვის ეს არის გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც შემდგომ რკინიგზასთან ნაწარმოეთ შეხვედრები, რკინიგზამ უარი განგვიცხადა და შეენარჩუნებინა ეს არეალი მხოლოდ სამგზავრო ტრანსპორტისათვის. მათ თქვა, რომ სამგზავრო ტრანსპორტი მისთვის არ არის მომგებიანი, რომ ის ძალიან წამგებიანი ბიზნესია და დაახლოებით 30 მილიონი უჯდება წელიწადში და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მას გადავატანებთ ტვირთებს და დავუტოვებთ ლიანდაკს ქალაქში გზავრებისათვის, ის აქ მაინც არ გაატარებს სამგზავრო მატარებელს, რადგან მისთვის ამ დამატებითი ლიანდაკის მოგვა კიდევ დამატებითი ხარჯი ურჩევნია, მაშინ ერთი ლიანდაკი გამიგებს.
შესაბამისად, ჩვენ ვერ დავთანხმდებოდით მას ტვირთების გადაღებაზე ქალაქში და ის აღწევდება, რომ გზავრები ატაროს ქალაქში. ეს არის რეალი. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ასე რომ ოპტიმალური გადაწყვეტა იქნება ის რაც პრინციპში აქამდე ძილო ორი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრისათვის მიწვევადობას რკინიგზის საშუალებებზე, ერთი არის თბილისში და მართლაც ეს ლოკაციის შეცვლა არც ისე დიდია, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც მუშაობა გვიწევს. იმედია გაგეცით პასუხი თქვენს კითხვაზე. დავამატებდი რა თქვა და აი ეს სივრცით განვითარების, ქვეყნის სივრცით განვითარების ფიქრობთ, რომ თქვა თელაველმა გზავნილ რკინიგზა არის პრიორიტეტული სამგზავრო ტრანსპორტი თქვენი გენგების მიხედვით, თუ არ არის? როგორც საჯარო რკინიგზა გარკვეულწილად არის რა თქმა უნდა პრიორიტეტული სამგზავრო ტრანსპორტი, თუმცა ის არ არის საქართველოში შინაარსის მატარებელი, რომელიც სამგზავრო რკინიგზა არ არის ის შინაარსის მატარებელი, რაც არის ევროპისათვის. ამას ყველა ჩვენგანი ხედავს, ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რკინიგზას აქვს ყოველ 5 წუთში სამგზავრო რეისი. ყოველ 20 წუთში მაინც. ჩვენთან დღეში არის 3 რეისი. რამდენად რეალურია ესე დათმობებზე წასვლა რკინიგზისათვის იმისთვის, რომ 3 რეისი შეინარჩუნოს, რომელიც გაიგვის, ჩვენმა ჯგუფთან გადაწყვეტა, რომ ეს გადაწყვეტა აჯობებს. ქალბატონო მოიწევთ ხელს და შემდეგ ირაკლი და მაინტერესებდა ისე თქობით რეკრეაციული ზონების ადარი იცოდეს დაახლოებით რკინიგზაზე დამაინტერესებდა თქვი ტრამვაი რკინიგზას თუ არ იმისა მაშინ მაგაზე გააკეთეთ არის ეს მოსაზრება დიახმუშავდება რა თქმა უნდა რასაკეთებ კიდე მაინტერესებს აეროპორტი დანიშნული საბურთალოს და სხვა თუ არის გათვალისწინებული სკოლები სკოლებში არ ეტევა ის ადამიანებში ყავთ ბავშვები ამის კორპუსებს რა შეიძლება კორპუსზე მაინც ქალაქებში უნდა გავიდეს ასე კი რა თქმა უნდა ეს სკოლების და არა მარტო სკოლების სოციალური ინოვაციის პრობლემა ქალაქში არსებობს რომელიც რეალურად წარმოიქმნა იმის შედეგად რომ თბილისში ერთადერთი მომგებიანი ბიზნესი არის ერთადერთი მომგებიანი არის ახლა ძალიან ცუდ რამეს მომდა რეალურად ყველაზე ჩქარი მომგებიანი ბიზნესი არის საცხოვრებლის შექმნა ჩვენთან ბიზნესმენს არასდროს არ აქვს ზევრადიანი გათვლა გარკვეული მიზეზების და შიშების გამო და ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მართლაც ამოიღოს ფული. ამიტომ შეიძლება ის ტერიტორიას, რომელიც არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცისათვის, გარკვეული მანიპულირების საშუალებით, რომელიც უკვე ყოველთვის მეშლება შემდგომ მიიღებს ნებართვას, რომ დაასაბუთოს, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გამოიყენოს სხვა ფუნქციისთვის. ეს წარმოშობს ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ჩვენ ამბობთ, რომ ეს ცვლილებები აღარ უნდა მოხდეს. მათ ყველაზე მკაცრად კი პირველ ეტაპზე რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის რომ რეკრეაციული ზონებში არ უნდა ხდებოდეს საცხოვრებლის აშენება. რეკრეაციული ზონა არის რეკრეაციული ზონა. რა შეეხება სკოლებს და ბაღებს, სკოლების და ბაღების სიტუაცია მათი მენეჯმენტის გამო ძალიან პრობლემური შეიქმნა ბოლო წლებში და მე დავწერე ბატონ თორში ბატონ ამიკოს კონსტიტუციური დამზე ნათქვამი თავის დროზე რომ სკოლების ეზოებში შენდება საცხოვრებლები და ასვისებენ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი ტენდენციაა სკოლას უნდა კონდეს გაფართოების საშუალება იმისათვის რომ თუ ვითარდება საცხოვრებელი ტერიტორია თუ სიმდიდროვე იზრდება და მეტი ბავშვებია და ასე შემდეგ მათ უნდა კონდეს საშუალება იაროს სკოლაში ამას რა თქმა უნდა ამუშავებთ იმ საშუალებებს ჯერ ერთი როგორ უზრუნველყოთ ეს ახალ ბუნებში შედარებით სადაც რესურსია და სამგებით გონებოთ იმისათვის როგორ მოვახერხოთ მდგომარეობის განსწორება გვეძებულ ბუნებში სადაც რესურსი უფრო პრობლემაა მაგეთახმებით ყოველდღეში 3 რეისი არის, ყოველ სამგზავრო ბათუმი არის 3-ჯერ, მაგას თავი დავუყოთ, სულ პრობლემა ხოლმე და ქალაქში არის რკინიგზის სულ 4 კილომეტრიანი პრობლემული ზონა, რომელიც ასე ვთქვათ ქალაქში იყოს ფორმაციად. მაგრამ თქვენ თუ შეისწავლეთ ის პროექტი, რომელიც საქართველოს დროს დაიწყო, აი რკინიგზის ზევიდან გადადის ერთი ეს და გადააწყობილ და მეორე არის ასეც ზევიდან გადადის. თუ ისევ გზა უნდა გაკეთდეს იქ, ხო? ის პროექტები ავადმუნ და რკინიგზა ერთ-ერთი. მეორე, რამდენად წარმოიდგენიათ იგივე ქიმიური ტვირთი, ფეთქებადი, ნავთობი, ვატაროთ თბილისის ზღვაზე, სადაც სადგური კვირიკესთან, კვირიკეს ხეობასთან არის სადაც 900 მეტრიც არ არის დაშორება.
ღმერთმა არქას ერთი ვაგონიც კი რო გადავრონდეს, ხო, ის ჩავდა თბილისის ზღვაში, ჩავგონდება თვითონ. და მე მაგმებრულ თბილისის ზღვა იქნება გამოუსებადი არის საერთოდ და თბილისი იქნება გადასახლებელი ზღვა. დიდი მადლობა. რაც შეეხება თბილისის ზღვას, სწორედ ამიტომ რომ ამ საფრთხეს ვიაზრებთ, ლაპარაკობთ იმაზე, რომ თბილისს სჭირდება ალტერნატიული წყალმომარაგების წყარო, ეს არ არის მარტო იმითასთან დაკავშირებული, თავდაცვის სტრატეგიიდან მომდინარე, ქალაქს არ შეიძლება კონდეს ერთი წყალმომარაგების წყარო. დიახ, რა თქმა უნდა, თბილისის ზღვასთან ეს ძალიან ახლოს გადის, მაგრამ მე მგონი უფრო საშიში იქნება ეს კატასტროფა მოხდეს არა თბილისის ზღვაზე, არამედ თბილისის ცენტრში. 1878 წლიდან დადის ქალაქში ნავთობი, აზოტი, არაგაბეთილი გაბარიტული თვით და რაღაც 1000 ჯურის ვაგონი. მაგრამ დღემდე არაფერი არ მოხდა. პერიოდში 15 მილიონი ტონა თვით გადაქონდა რკინიგზას. დღეს გადააქვს სადღაც 7-8 და არ არის რკინიგზა და ნავთობი მაგალითად ისეთი რაღაცა, რომ აი ვაგონი გადავიარდეს და აფეთქდეს. ერთხელ მოხდა ეგ იყო ტერაქტი, შეგნებულად ტერაქტი იყო თუ არა, ტერაქტის საშუალება ავტობუს ქალაქში ძალიან საფრთხეა. ავტობუსი მეორე ერთი ლაპარაკი დიახ, ვისჩევთ სუცსა და უარეს შორის ვისჩევთ სუცს. და ამასთან ერთად შეიძლება პასუხი განაცვლეთ. ამასთან ერთად რა თქმა უნდა მითითებულია ისიც, რომ შემოსავლელი რკინიგზის გზა არ არის იდეალური და უნდა განხორციელდეს მესამე მოსავლელი, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის შემოვლას. უბრალოდ რამდენად რეალისტურია ის, რომ ეს განხორციელდება მომავალ წელს და 20 წელს განხორციელდება. და კიდევ მონეტარი ალტერნატიული ინფლაციაა რა. პირდაპირ დიალოგზე გადავედით. წყალსაცავზე არის ლაპარაკი არის. და წყალმომარაგების დაშბაშის პროექტი თუ იცით, ეს არის თბილისიდან 315 კილომეტრში არსებული წყლის რესურსი, რომელიც ჯერ ერთ უკეთესი ხარისხის წყალმომარაგება, მეორე სერტიფიცირებით მოდის ამ პროექტის გაწესებას. ეს პროექტიც ასევე ძალიან ძველი პროექტია, არ არის ეს. თქვენ ძალიან კაბოდანი. დიახ. მადლობა. საქართველოს კონსტიტუციასთან გაიტაცია და გასაგებია, რომ დაცვის ზონები მაინტერესებს. ესე იგი, თუ სწორად გავიგეთ, თქვენ თბილისის მას შეუძლია ასახოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონები. და თქვას, რომ ეს არის თბილისის ისტორიული ზონა და დანარჩენი უკვე მისი გერგე და ასე შემდეგ ეს ცალკე დოკუმენტი რაღაცა სპეციფიურ გადაწყვეტას ამ საკითხს ვერ მოუძებნით წესით. ხო, მე ვეთქვი შემისწორებთ. ამასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ გეოგრაფიკულ კონცეფცია. როგორც წესი ბოლოკლება, ხო, დარგში. გასაგებია და თქვათ მაინტერესებს როგორ მოხდა მისი ასახვა, რომ მაგათაც გეოგრაფიკს აქვს რეკომენდაციაში უცბად საიდანაც ჩრდება ასეთი მუხლი, რომ კარგი იქნება კორექტირება დამცავი ზონების, მასა ჩვენს კვლევებში გამოვლენილი მასალების საფუძველზე, მაგრამ რა კორექტირებას ითხოვს ეს გაუგებარია. ამიტომ ჩვენ რო არ ვინერვიულობთ სკეპტიკოსებმა, ხო? აი როგორ შეიძლება ვიყოთ ამ პროცესში ჩართულები, რომ ვიცოდეთ რა კორექტირებაზეა ლაპარაკი, რას ეყრდნობოდა. ეხლა კიდევ გეტყვით, ხო, კიდევ ერთი ნიუანსი. ქალაქ გეგმარებითი დოკუმენტის საფუძველი კულტურულ მემკვიდრეობაში, მანდა მაინც კონცეფცია ვერ იქნება. შეიძლება იყოს ის კულტურული საყრდენი გეგმა, ხო? რომელიც არსებობს, იგივე გეოგრაფიკის გაკეთებულია. კონცეფციას რასაც ეძახიან და ცოტა უფრო სამოქმედო გეგმას გავს, ვიდრე რაღაცა ახლის თქვა და ბევრ რამაში ვეთანხმებით, მაგრამ არის ნაწილები, რომელიც არ განვიხილია ეს დოკუმენტი პროფესიულ დონეზე. არის ნაწილები, რომელიც უბრალოდ სწორი არ არის მართლაც რო გითხრათ, როგორც არის იუნესკოს საკითხი, უბრალოდ არასწორია. ეხლა თქვენ ისეთი რამე ახსენეთ, ინდუსტრიული რუკე, ინდუსტრიული მემკვიდრეობის რუკა, რაც გეგმის თემა საერთოდ არ უნდა იყოს. ხო,
მე შეგვიძლია ვიგრძნო პიროვნული გემოვნება ერთი ურბანისტის ამაში. რომელაც შეიძლება საერთოდ აურიოს ყველაფერი ამაში და როგორ ისახება ეს რომელ კულტურულ მემკვიდრეობით დოკუმენტს ეყრდნობით კონცეფცია არ არის ქალაქ გეგმარებით დოკუმენტი ხო? კი, ბატონო. პირველ რიგში გეგმა თქმა უნდა ვთქვათ ეს არ არის დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავს კულტურული დაცვის მექანიზმებს და ასე შემდეგ. კულტურული დაცვის მექანიზმის მიხედვით მუშაობს და ის გეგმის ზემოთ დგას გეგმა უბრალოდ თითოეულ სამომავლობს და მათ ასახავს შეზღუდული ზონირებაში როგორც საფუძველს იმისათვის რომ შედგენ განსაზღვროს ფუნქციური ზონები. სწორედ ეს ამის ეს არის რამდენიც სწორად თქვი, მაგრამ მიგულისხმება რაც შეეხება კავშირში როგორ არის ეს დაცვლილებებია ლაპარაკი. ჩვენ როგორც ასეთი ამ დოკუმენტს ჩვენ დავწერთ ამ დოკუმენტის ანალიზი, მათ შორის რა არის ჩვენი აზრით შეცდომა რა არის სწორი მართლებით რომ ეხლა ამაზე ზუსტი პასუხები გაგცეთ არასწორი იქნება ჩვენ ამაში ყავს ცალკე სპეციალისტი და უბრალოდ არგუმენტული შეცდომა იქნება ჩემთან მაგრამ როგორც ასეთი დოკუმენტის კორექტირებას ჩვენ ავაკეთებთ ჩვენ ავიღებთ ამ დოკუმენტის ჩაძვეთ შემდეგ როდესაც გააკეთებენ კორექტირებას თუ უნდა გაასაჩინოს გააკეთოს კორექტირებას ეს აისახება შესაბამისი სახით გენგიმაზე სწორედ ამაში გენგიმის აზრი ანუ თქვენ არ იცით რა საზღვრების კორექტირებაზეა ლაპარაკი ამ ცოტას რომ უბრალოდ არ გავაგრძელოთ და სადღაც პაგან უნდა ვეძებო მე ამის პასუხი თქვენ ამ ცოტას ვერ მეტყვით კონცეფცია ალბათ ხვდებით ამ ჯგუფს ხო არა გაზრდა არაფერს არ ნიშნავს სიტყვა გაზრდა არაფერს არ ნიშნავს ანუ საზღვარი გადმოცემულია როგორც ასეთი ჩვენ დოკუმენტში ასახულია ახალი საზღვარი თუ ამას გულისხმობთ ხო ახალი საზღვარი ხო ამაზე მინდა რომ ვიტყვით ცოტა მეტი რაზონებია მითხარით ეს ჩაუვითვალეთ დაცვის ზონა, რეგულირების ზონა, კულტურული ლანდშაფტის დაცვის ზონა. აი სამი რამე შეგიძლიათ ამიხსნათ, რომ რამე პასუხი მივიღო. მართალია თქვა არაკორექტული იქნება ამ უკაცრავად. ხო, შეიძლება თქვენ არაფერთ ის უნდა გამოსწოროთ. თუ ნებავთ დამომეცეთ მაგრამ დაკავშირებით ჩვენ სპეციალისტებთან დაკავშირებით გაგესაუბროთ. გასაუბრება არის მინდა მივიღო პასუხი რა იგეგმება სამი ზოგადი დამცავი ზონის მიმართულებით რომ თუ რამე ისეთი იგეგმება რაც თქვა მიკროფონში ისეთი ბოლოში არ იყოს ამაზე ლაპარაკი და პროცესში იყოს აი ეს გასაუბრება გასაგებია ეს არის დავამატებ ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ გენგიმაზე მომუშავე ჩვენ და კონკრეტულად ეს მიმართულება იყოს უფრო ჩაშლილი ან ერთი კონკრეტული ლექცია დაეთმობა ამ საკითხს და შეიძლება უფრო ფართოდ გამიგე დროზე თუ მოგვაქვს რეალურად ეგეც იყო გეგმიურად ეგვაქვს დასახული თემატურად განვიხილოთ იმ ფოკუს ჯგუფებთან ერთად რომელიც ფოკუსთანაც მუშაობს თქვენ დიაგნოზი მოგესალმებით, მადლობა ეს დისკუსიისთვის. ჩემი კითხვა კონკრეტულია შეიძლება თბილისის მოას, შეიძლება ცოტა შორეულ პერსპექტივა იყოს, მაგრამ მაინც მაინტერესებს გეგმაში რამდენად არის ამ თემასთან, რამდენად ეხება გეგმა ამ თემასთან. ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაინტერესებს თბილისის ზღვის აი ზედამასწავლებელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის განვითარებაზე საუბარი, მისი განაშენიანება, სამოდალოთულია პრინციპში ხოლმე სამართალო აქტიურად გამოიყენება მათ საუბარია სურამსკინის გადატანაზე თვითონ ქალაქის განვითარება რამდენად იგეგმება იქეთთან თუ შეიძლება ამაზე უბრალოდ თითქმის მაინც განშორებულად შეიძლება ძალიან ზოგადად გაცეთ ამის პასუხი კონკრეტულად პასუხი ამაზე იქნება პროექტის დონეზე როგორც მოგახსენებთ კონცეფცია დაშლა კონკრეტულ გადაწყვეტილებას შემოგვასწრებ არჩევნები პირველ რიგში გითხრათ ეს არის სიტუაციის მოწყობის შესახებ კანონში მესამე პუნქტი ამბობს რომ განაშენებული ტერიტორიების გარეთ ტერიტორიებისათვის შეიძლება განაშენიანებისათვის არ შეიძლება ამავე იწურება ქალაქის რესურსი განაშენებული ნაწილში. ამასთან ერთად პირადად იმ გარჩევებიდან რაც ჩვენთან მიდის ამ საკითხზე შემიძლია ვთქვათ რომ ლოგიკას მოკლებული გვეჩვენება აზრი გადავიტანოთ რკინის ამისათვის მომატებელს შოროთის განაშენებულ ნაწილს და მივაღწევთ განაშენებულ.
მაშინ დაიყო რკინიგზის გარედანის საერთოდ. და ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ ვერ განვახორციელებთ იმ მოგებულებას, რომელიც 2020 წელს აღმოჩნდა ევროსაზოგადოების ცენტრში. ამასთან დაკავშირებით, ამ თბილისის ზღვის განვითარებასთან დაკავშირებით, მერიამ დაამუშავებინა ცალკე განვითარებითი მიმართულებების შეფასების ეკონომიკური ხედვა, ასე ვთქვათ. ამ დოკუმენტში მოცემულია მეტნაკლებად ასევე სივრცითი გადაწყვეტებით, თუმცა არ ევალებოდა დაამუშავეს. ჩვენ ამაზე მოგთხოვეს ჩვენი კომენტარები გავაკეთეთ, ახლა ნეტფლიქსის დოკუმენტის სწორად. ჯერჯერობით ვერ მადლობა თქვენ, კაცო, დავაკონკრეტებ თქვენ შემდეგ თქვენ ძალები და ჯუღელი მადლობა საინტერესოებისთვის, მე შეგიძლია რეკრეაციული ზონებთან დაკავშირებით. თქვენ რაღაც ციფრი ასეთი ზუსტად საკუთარ სკოლებში ციფრი რომელსაც ვფიქრობთ, რომ გეიმინგში ჩადოთ, როგორც რეკრეაციული ზონა. მაინტერესებს ამის ზუსტად ეს ახალი ტერიტორიები იქნება და მართობი ამ ტერიტორიის და ასევე თქვით, რომ ამ ტერიტორიებზე შესაძლებელი იქნება ეს სპეციალური ნებართვის გაცემა, როგორც ვფიქრობთ, იქ ამ ფუნქციას დააკეთებას და ისე შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიებზე რაც პროექტების განხორციელება და რამდენად ვისაღებია ეს თქვენი ჯგუფისთვის და გაქვთ თუ არა რაიმე სახის თქვენ აფიქსირებთ თუ არა ამას ხდება საჯაროდ თუ როგორ ხდება თქვენ შორის მოლაპარაკება რამდენად ეს თქვენ გაგვიეს თქვენს მიუღებელია და თქვენ ვფიქრობთ რომ ეს რეკრეაციული ზონაზე არ უნდა იყოს დასაშვები სპეციალური შეთანხმება ეს მაინტერესებს არის ურთიერთობა და რამდენად ხდება თქვენს მიერ ამაზე ყურადღების გამახვილება. შეიძლება ყურადღების გამახვილება საერთოდ. ყურადღების გამახვილება ჩვენთვის იწება იმის შემდეგ, რაც წარმოადგენთ კონცეფცია. მანამდე საზოგადოებასთან გამოსვლები ძალიან რთული იყო, ყველა გიქრება. რადგან სწორად ჩვენ მომენტს რომ ვიგლებთ დოკუმენტს და რაიმე სამოდი არ შეიძლება. სწორედ ეხლა ამას ვიწყებთ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, სწორედ ეს სტრატეგიული საკითხებში, რომელზეც ხან სახელმწიფოში ხან კერძოების დაბალება ცოტა წვდომია, ჟერდება ხალხის მხარდაჭერა. ასევე ხალხთან არჩევა კონფლიქტში იდეები ამას საკითხზე მესმის რომ ეს დასაქმების საშუალებაა პოლიტიკისთვის და ამას მოწინააღმდეგებიც. რაც შეეხება იმას, რაც თქვენი ნაწილი იყო თვითონ ტერიტორიებზე. იმას მოგესალმებით, გიორგი ლემონჯავა, არბალოდინა ცხოვრებასია. მირაკლი, რაც შეეხება გამწვანებული ტერიტორიების აი ახალ შემოთავაზებულ ნაწილს, რომელიც ჩვენი ხედვით დაახლოებით 1000 ჰექტარია, ანუ გარდა იმის 300 ჰექტარის, რომელიც დღეს განაშენებულ ნაწილში არის საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიები, ეს არის განაშენებულ ნაწილში საჯარო სივრცეები, პარკების სკვერები, რომლებიც არის საზოგადოებრივიც. ამას უნდა დაემატოს ჩვენი ხედვით დაახლოებით 1000 ჰექტარი, რაც შეავსებს აი პირველადი ეტაპის ვალდებულებას, რომ 10 კვადრატულ მეტრზე მეტი გახდება ერთო მოსახლეზე მინიმუმ 3-ჯერ მეტი უნდა დაემატოს. რა ტერიტორიებია ეს? პირველ რიგში უკვე ისაუბრა, ეს არის ყველაზე მსხვილი ესეთი ტერიტორია, რომელიც შეიძლება გარდა იმას საქალაქო და თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის დიდ პარკად. ეს არის დერუნის ჭალები, რომელიც მთლიანობაში ბუნებრივ მდგომარეობაში მეტნაკლებად შენარჩუნებული ტერიტორია, მათ შორის მაღალი მიღებულების არსებული ჭალის მიერ არის დაახლოებით 350 ჰექტარი. რა თქმა უნდა, ამის ნაწილი არის კერძოც ნაწილზე ძალიან აქტიურად მიმდინარე დეგრადაცია ბუნების, თუმცა ეს არის ჯერ კიდევ არსებული რესურსი. და სხვათა შორის არც ისე გარეთ არ არის ქალაქიდან, ეს არის დირუნის დასახლებასა და დანის დასახლებაში შორის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია. ანალოგიური ტერიტორიები არის ეგრეთ წოდებული დირსიჭალების მიმდებარე. თან ახლა მივყვები მტკვრის ხაზს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქიდან მყარი აი ამ კუთხით. არის დირსიჭალები და ასევე პონჯანის მიმდებარე ტერიტორიები, ეს მტკვრის პირას რაც შეეხება. ამასთან ერთად ჩვენს ხედვაში, რადგან საკითხიც დაისვა, არის საუბარი იმაზე, რომ მდინარეები, როგორც ბუნებრივი რესურსი, უნდა იქნას გამოყენებული.
და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძირფასი რესურსია ქალაქისთვის. 50-მდე მცირე მდინარე არის ქალაქში, რომლებიც დღეს არის კოლექტორებად გადაქცეული ხშირ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში 10 კი იციან გვერდზე 50 მეტრში მცხოვრებმა ადამიანებმა, მათ შორის საკმაოდ ჩირობი დროს დასახლებულ უბნებში გადის ეს მდინარეები, თუნდაც ეს არის დანისხევი, დირვისხევი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი. 10 კი იციან რომ არსებობს ეს მდინარეები გეგმარებითი შეცდომების გამო. და ამ მდინარეების გასწვრივ მაგალითად მოვიყვანთ თუნდაც აი მასივში, დების მასივში ეს დირვისხევი, რომელიც ძალიან სერიოზული რესურსი არის. დანისხევი, ასევე ვერე, რომლის მიმდებარედაც მზიურის და არსებული ზოოპარკის გასწვრივ და პლუს ამისი ჯერ კიდე არსებული ტერიტორიების გაერთიანებით შეიძლება ძალიან კარგი სისტემის შექმნა სარეკრეაციო და ეს ყველაფერი ერთად კიდევ დამატებით 300 ჰექტარზე მეტია რა. ანუ მთლიანობაში შეიძლება კიდე დაემატოს ამას. მთლიანობაში არის ქალაქში რესურსი, რომელსაც ყველანი ვხედავთ ყოველდღიურად, მაგრამ ვერ ვხედავთ მის პოტენციალს და მათ შორის მე თვითონ ამაზე მუშაობ დავიწყე, არც კი ვიცოდი და გამოვიდა, რომ შუა გზაში ადამიანები თევზაობდნენ და ეს არ ეხება თან დამდას, რომელიც მიაღწია მდინარე, კიდე ერთი პატარა მდინარეა და ეს არის დაახლოებით 50 მეტრში დასახლებული მდინარე რა. ბოდიში მაგრამ ხო იყო ისედაც არა. ხო იყო. არა, გეგმარებად ეს არის, ეს ახალი არ არის. ეს ახალი არ არის. რაც შეეხება ახალს, რასაც გიტყობთ, ანუ ეხლა სადაც არის ბეტონი და იცეს მწვანე. აი ეს ნაწილი უკვე რაც შეეხება ბრაუნფილდებს, ამაზეც ისაუბრა გოგი. ბრაუნფილდებში ასევე იქნება განსაზღვრული ერიავა, რომელზეც იყო ასევე საუბარი და ასევე ეხლანდელი სამეურნეო ნაწილი ვაგზლის მოედნის მდებარე ტერიტორიის, რომელიც საკმაოდ დიდი ფართობი არის, უარს 400 ჰექტარამდე, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი აზრით უნდა იყოს ასევე პარკი დაახლოებით 40 ჰექტარი. და რაც შეეხება იმას, რომ ეხლაც არის ეს ტერიტორიები არ არის, იმიტომ რომ გლდანი არის საკმაოდ დიდი დასახლება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამ მდინარეზე ჩადის გლდანის 0.1%, იმიტომ რომ უბრალოდ გარაჟები ხარ გადატირებული, მათ შორის უკანონო და არავინ არ იცის რომ ეს რესურსი არის. და ანალოგიური სურათი არის ყველგან, ესეთი არის ოაზის უბანში, არის ცენტრში, თუნდაც ვერე ეს არის დაკარგული როგორც სარეკრეაციო ფუნქციის სივრცე და ამიტომ რომ ვთქვათ, რომ ის არის სარეკრეაციო დღესასწაული მცდარი. რეალურად ეს არის იპოდრომი, საფრთხოს არის. იპოდრომს რა შეიძლება? როგორ არ ვინარჩუნებთ? ანუ შეიძლება ცოტა ისე გამიგეთ, მე ვსაუბრობ იმ ახალზე, რაც ჩვენ გვინდა შეფავოს ქალაქს აქ არის საუბარი იმაზე, რომ ის ვერ უნდა გახდეს. რაც შეეხება არსებულ პარკებს და სკვერებს, საერთო სარგებლობის, მათ შორის იმ ძველ ისტორიულ პარკებს, ეს ყველა სივრცე უნდა დარჩეს, იპოდრომი კიდე ცალკე სივრცეა, რომელიც არის არა მარტო საპარკო სივრცე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე თავისი მრავალი აქტივობით, რომელიც მიმდინარეობს. სპორტული და შემდეგ ასე შემდეგ. შესაბამისად ამ სივრცეებს მაქსიმალურად მკაცრი ზონირების სახით ფიქრობთ რომ დავუწყოთ. რევას კარჩხაძე მადლობა მოხსენებისთვის, მე მაინტერესებს კარგად ჩამოვყავ. აი თქვენ შეეხეთ ნაწილობრივ ან წარმატებულ ბიზნესასაც მშენებლობა ქვია საცხოვრებელი კომერციული ფარგლების. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ დროს წარმოიქმნება გზის გამტარიანობა, გულისხმობ მაგ, როდესაც შესახება კორპუსი, მაგალითად ალბათ ვერ ვიფიქრებდა, რომ ჟვანიას ჩარლაკეში გულისხმობ. ესეთი ათვისებული იქნებოდა და იქ ბუდამსაცობი არის, იგივე აბაშიძის ქუჩაზე ახლა აი თქვენ ხილვაში როგორ არის ეს პრობლემა დარეგულირებული, აი რა მოთხოვნები უნდა იყოს საყენებული და ვის მიმართ? მეორე შეკითხვაც მაქვს აი მაინტერესებს ბოლო წლებში ესეც პოპულარული გახდა საფუძვლო სივრცეებზე ან ტროტუარებზე გულისხმობ მყარ-საფუძვლიანი შენობების აშენება და მისი ათვისება, რაც ბუნდოვანი არის, ვინ გაცემს, გასაგებია ვინ გაცემს, მაგრამ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი? ისე გნანდავთ რაც შეეხება ტროტუარების საკითხს, რა თქმა უნდა გინგეიმ აქვს ასეთი ტროტუარები, გამოყენებს ის ამასშტაბის დოკუმენტი, მაგრამ ამაზე რეგულაცია რა თქმა უნდა გაიცემა, რომ ტროტუარი არის საფეხმავლო არეალი და მასშტაბის პრიორიტეტი ქალაქში. ქალაქი არ არის მანქანების, არის შენობები,
და ხალხის გადაადგილება უნდა იყოს ის საკითხი, რომელიც მიღწევი უზრუნველყოფის სახით უნდა წარმოდგეს საზოგადოებაში და ქალაქში. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს საკმაოდ კომპლექსური და ესეთი რთული კითხვაა. პირველი ნაწილი ამისი არის სატრანსპორტო გადაწყვეტები და სატრანსპორტო გადაწყვეტებში ჩვენ ის მომთინას, რაც ზოგადად გავიგებთ, რომ კი რეალურად ბილანს რო ვთქვათ, რაღაცებით საქართველოში ბევრი მანქანა არის. რეალურად ევროპის ნებისმიერ ქალაქს ბევრად მეტი მანქანა ჰყავს 1000 მოსახლეზე ვიდრე თბილისს. თბილისის პრობლემა არის ჯერჯერობით მანქანების გამოყენება. ან რასი შეიძლება მეორე რანაირად. ეს პრაქტიკები შესაძლებელია ამისათვის. არის ორი მექანიზმი, ერთი რომ საკანონმდებლო ნორმები შემოვიღოთ, რომლებიც ხალხს მეტნაკლებად აიძულებს გადავიდნენ სხვა ტრანსპორტის ფორმებზე, მათ შორის საჯარო ტრანსპორტზე ან ველოსიპედზე ან ტრანსპორტზე. მეორე არის გავაკეთოთ ამის მოტივირება, დავანახოთ, რომ საჯარო ტრანსპორტს რა პრიორიტეტი აქვს. რეალურად რაც უფრო გაიზრდება ქალაქი და რაც უფრო წარმატებული იქნება ხალხი, უფრო მეტი მანქანა იქნება მასში. ჩვენ რომ ვსდიოთ ესეთი ტიპის მანქანების ესეთი გამოყენების ტიპით ზრდალი მანქანების რაოდენობას ჩვენ ქალაქი მას ვერ ავიღებთ. მოგვიწევს მთელი ქალაქის ბეტონით დაფარული გზების მოწყობა ხოლმე. ამიტომ ჩვენი პირველი პრინციპი არის როგორმე შევამციროთ მანქანების გამოყენება, მანქანების ლეგალური მანძილი და ის სიხშირე, რომელსაც ყოველი ჩვენი საჯარო მოქალაქეები დავანახოთ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საჯარო ტრანსპორტმა. პირველ რიგში ეს მოხდება ძალიან ხეშად მოხდებათ ესე. ერთხელ დგახარ საათსოში და უყურებ, რომ ავტობუსმა წყნარად ჩაგიარა გვერდზე და შენ 1 საათი მიდიხარ პუნქტამდე და აგვიანებ და შეგიძლია 20 წუთში მიხვიდე და იცი რომ ის მიხვალ. ნუ ერთხელ მოიწევ, ორჯერ მოიწევ. მესამე თვითონ რომ ის ტრანსპორტი თუ საკმარისად კომფორტულია და უძლებ მანქანას სახში წავა. მეორე საკითხი აქ არის საკმაოდ პარკირების საკითხი და პარკირება მოსაწესრიგებელია თბილისში, მათ შორის თუ ჩვენ იმედი გვაქვს რომ როდისმე თბილისში გვექნება პარკირებისათვის განკუთვნილი შენობები, ეს უნდა გახდეს გარკვეულწილად მომგებიანი ბიზნესი. იმისათვის რომ ეს გახდეს მომგებიანი ბიზნესი, რეალურად ცოტა უხეშად გამოვიდეს. ამ შენობაში მანქანის დაყენება უნდა უფრო იაფიღებდეს თქვენთვის, ვიდრე ქუჩაში მისვიდო. ეს ქუჩაზე მანქანის დაყენება, ამის გართულება არის ერთ-ერთი ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ქალაქის თვითონ გეგმა რაც თავაზობს დაარეგულიროს კოეფიციენტი, არ მოხდეს კოეფიციენტის გასვლისება უაზრო ფორმით, ვიღაც რო თქვათ და შესაბამისად იმ არეალების, რომლებიც არ არის მორგებული ასეთ სიხშირეებზე დადვირთვებზე, დადვირთვა, გადადვირთვა საცხოვრებელი ფუნქციით ან ნებისმიერ მომენტში. დიდი მადლობა. ეგა ჩოგკაშური, თბილისის მოქალაქე. ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან საინტერესო კითხვები. მე ასპეროდ ვარ სოციოლოგი ვარ და მაინტერესებს ძალიან შედახსენეთ, რომ ვიკვრიეთ და რაღაცა წარმოქმნა გამიშლა რაღაცა ორი ცალკე მეთოდები ჩვენ თვითონ ისეთია თუ რაღაცებს გასცემ უარესა და სულ შორის აღიჩეთ ცუდი და რაღაც კარგსა და უკეთეს შორის უკეთესი. მაინტერესებს ამ გენების განხილვის დროს, ანუ ახლა პასუხის გაგობა ჯერ ვერ წარმოქმნია ვინ უნდა იყოს საფრთხე პარკის ნაწარმოებრივ ძალიან მაგრამ პროფესიონალებს შექმნილი ჯგუფია, მაგრამ ის ვინ უნდა იყოს ის ადამიანები, ვინც განსაზღვრავენ თბილისის მობილურ განვითარებას რაღაც ხეობას, სხვა ესეთ გლობალურ გეგმას, სხვა ეს არის გეგმა და ამ ყველაფერში არის თუ არა გათვალისწინებული, არა თქვენი ბიოგრაფია მომწერეთ, მე მეინტერესებს სათვლილია თუ არა აი ამ ადამიანების აზრი, რომელიც ამ თბილისში ცხოვრობს და მაგალითად ამ ქალბატონი, რომელიც თქვენი კითხვა იყო, რომ მე რაღაცა გამოსწორებელი ვარ იყოს ან სკეპტიკოსების აზრი, აი ეს ყველაფერი შემეძრე ძალიან მნიშვნელოვანია და ის თუ ძალიან დიდხანს არ გავითვალისწინებთ საზოგადოების აზრი, მაგრამ ის საჯაროსაც არ გავჭირდება, რომ არავის არაფერის სათქმელი და გასაძლებელი არ იქნება თქვენთან და მაინტერესებს ანუ ეს მოქმედების დროს თუ ხდება რაღაცა როცა სულდება მე გამხილავს თუ
რაღაცა ხდება შეხვედრებიან, სად ხდება, თუ ჯუმად ხდება სადმე. და კიდევ ერთი რაღაც ეს ზოგადი რომელიც ძალიან მაინტერესებს და მეორე ესეთი ჩემთვის უფრო რომანტიკული ხასიათი საკითხია ის გამოყენება რამდენად არის მაგალითად გათვალისწინებული როგორც გადაადგილების ტრანსპორტის საშუალება და ვერ წარმოვიდგენია მართალი ვთქვათ ის ძალიან მაგარია რაღაცები რომ გამწვავდება და სადღაც მისასვლელი რო იქნება მტკვართან მაგრამ დის ჭალები და ჭალაში ორჯერა მეგონი ნამყოფი და მეგონი რომ რაღაცა ცოტა უფრო ცენტრალურად ბილებში უნდა იყოს თუ იმაზე ვლაპარაკობთ ისეთ საუბართან მტკვართან რომელიც რაღაცა არიშიან ისეთ ქალაქებში გვინახავს სადაც მდინარე ჩამოდის და მდინარე ხოს ასულთმურებს ამ ქალაქს რაღაც პიკნიკს გავშვით და რაღაცას ავიხებსა თუ ვიდეოს ამოჩევთ აი ეს ნაწილები მეგონი რაღაცა არ არის მაშინ გათვალისწინებული ან თუ არ შეიძლება ვერ გავაკეთოთ ამბობა მაინტერესებს პირველ რიგში რაც შეეხება რასთან ცენტრში საჭირო პარკები მათ შორის არსებული პარკების გამოდესება მათ შორის ცენტრში პარკები ყოველთვის ეჭვით გამოთავისუფლება სამთო ესეთი ყველაზე პრიმიტიული ნაწილიც გამომხდის კუცი რეგიონი ამაზე გავაკეთეთ საერთოდ ნახეთ ადმინისტრაციას კონკრეტული დეტალები დაგიშვებთ ამ ფილმის სიმიტომი არტიკლის სამსახური განიხილოს ამ დოკუმენტს შეზღუდული ხლებაში გავს საჯაროთა ინფორმაციის ისინი ამუშავებენ რაც შეეხება ვინ სპეციალისტები მუშაობენ მაგრამ სპეციალისტები სხვადასხვა მოსაზრება აქვს ისტორია ზოგი არასტორია და მათი ხარისხიც კი რაღაც ინფორმატიული ის უზრუნველყოფს ყველა ინტერესის ინტერესის დაცვას მეთაურების ინტერესის დაცვას პირველ რიგში უზრუნველყოფს ეს შეფასება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ჩვენ რასაც ჩავაბარეთ ის აუცილებლად უნდა გავიდეს საკრებულოზე და დაამტკიცოს აქ არის თქვენს ხალხის მიმარჩევი კანდიდატები რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ხალხის ინტერესს მეორე ჩვენ პირველ ეტაპებზე თქვენ გარკვეული მოსახლეობებთან შეხვედრები მაგალითად სამგორის ანტიდობის ერთ შემთხვევაში ეს იყო დეპუტატის მიერ ორგანიზებული მეორე შემთხვევაში იყო საკრებულოს გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი უკვე მართალი ვთქვი სწორედ ეს ვთქვი როცა ვთქვი რომ აქამდე სასაუბრო ხალხთან ნაკლები იყო სახალხო ვერ მიყვა და ვერ იტყვი რომ მე ვიკვლევ და იქნებ შენ სამენა ხალხს უნდა რამე წავუდგინო რომ იყო შესაბამისი პასუხი სწორედ ამიტომ დავიწყეთ ახლა ეს განხილვები იმისათვის რომ ხალხისგან მივიღოთ ის რეაქცია ის მათი მოსაზრებები მათ შორის იმაზე რაც მათი აზრით ან ობიექტურად ჩვენ არასათანადოდ შევასრულეთ ან არა ჯერობრივად და რაც გარმობას საჭიროებს სწორედ ამიტომ ამ პროექტის უკაცრავ სახეობებთან მოგვიყვებოდში მოსაზრება ძალიან საინტერესოა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩვენ ექსპერტს დაელაპარაკოს და მოვიდეს ჩემამდე ამ პრობლემის გადაჭრის მარტო ექსპერტი არ არის ბოდიში რო ისე ჩავედე მე ეხლა კიდევ ვიმარშვები ჩვენ თქვენ წარმოადგენთ მარტო ის ნაწილი რასაც თქვენ მუშაობთ კონკრეტულად თორე დავიბენი ხა რატომ ითხარით რომ არის კორექტული იქნება ამასთან დაკავშირებით რამე მითხრათ თქვენ ეხლა გენგრეგ ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოს ტარგეტებთ ხო? ეხლა თქონდა გამიგეთ სწორად უცბად მაჩვენეთ რუკა ინდუსტრიული მემკვიდრეობის რაც ბოდიში მაგრამ არ არის თქვენი საქმე ესე გლობალურად რო ვთქვათ ხო? და როკი ვიკითხე რომ დაცვის ზონებთან დაკავშირებით რას მეტყვით მითხარით რომ კორექტული არ იქნება ამას ვერ მაჩვენებ ამიტომ არის ცოტა დაბნეულობა ეხლა მართალი რომ გითხრათ შევეცდები სხვაგან მივიღოს მას რაც გოგონამ თქვა აბათეთ მეც არ მოსოს სახელი ძალიან სწორი კითხვა იყო ჩართულობასთან დაკავშირებით და მეთოდოლოგია და არა მერე განხილვა ის კიდე სხვა ჩართულობა უბრალოდ მუშაობის დროს და ფანტასტიკურად ჩამოაყალიბა რამდენიმე საკითხი რომელსაც პროფესიონალები როგორც წესი ზედმეტი ტერმინებით ვაოხრებთ ხოლმე ასე ვთქვათ ესეთი ხდება ძიმე და გაუგებარი ნორმალური ადამიანისთვის აი ეს რესურსი არის განსაკუთრებულად კვლევის მეთოდის ანამ მუშაობას დაიწყება აი ეს იკითხა და არ გონია რომ უცრუპელად რო ვთქვათ უყალა ეს ძალიან ძლიერი მხარე იყოს გენგეგმის დამუშავების პროცესის აქამდე ყოველ შემთხვევაში. ბოდიში.
დიდი მადლობა. გარკვეულწილად ამ შენიშნების მოთხოვნა ვიღებთ და აუცილებლად გადავწყვეტ პროექტის ხელმძღვანელებს მე ამგახავთ პროექტის ხელმძღვანელი მენეჯერი განხილავთ პროექტ კოორდინატორს ვკეთებს სამშობლოს მე როცა გითხარით რომ არ იქნება კორექტული ჩემთან რეგულაცია ის რომ კი მე შევიდა წარმოგიდგენთ რომ მაგრამ ყველა ის შედგენის ყველა დეტალს მე არის ჯგუფში არის 78 პიროვნება მათ შორის თალკე ჯგუფი არის ისტორიული დოკუმენტირებაზე მე რომ ეხლა რაღაცა პასუხი გავცეთ შეიძლება სწორი რაზეც დაწინებული ის მოსაზრება ჯგუფის შემიძლია სწორედ გადმოგცეთ იმას პასუხი წენ რაც არა დიდი სიამოვნებით დაგაკავშირებთ შესაბამის ჯგუფთან პირიქით ძალიან მადლობელი ვიქნები ნებისმიერი ადამიანისგან მოსაზრების მიღებისათვის და დახმარებისათვის დავამატებ ჩვენ მიელოთ ცდილობთ რომ ექსპერტზე შევავსოთ და რაღაც საჯარო ფორმატი მივცეთ ბევრი ისეთ საინტერესო დოკუმენტს რომელიც არის ასევე საჯარო ოღონდ რომელიღაცა კონკრეტული უწყება იმუშავებს და შევეცდებით რომ შუამდგომლობა მოდერაცია რაღაცნაირად ამ თვით ჩავარდეთ ეს ერთი მეორე თქვენიდან და შემდეგ უკვე სამი დაჭამავს მე მოგესალმებით ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს წევრი ბოდიში დამაგვიანდა ლექცია მქონდა უბრალოდ კიდების ასოციაციასთან თბილისის მოკავშირებით ძალიან მაინტერესებდა მოხსენება და ძალიან უყვარლად ჩანაწერს ნახავთ უყვარლად დავით ალბერტოვესარი ბოლოს ზუსტად რის თმაც მინდა და ის დამწიფდა თქვენ თვით ქალბატონმა თქვა ქალბატონნათო ძალიან მორიდებული ადამიანია და თავი ისე არ წავდგენია როგორც საჭირო ქალბატონი ნატო წინცაბაძე გახლავთ ბრწყინვალე ხელოვნებაცოდნე რესტავრატორი და თუ რა წესიერად არის ამ ქალაქი რესტავრირებული სწორედ ქალბატონი ნატოს და იკონოსის წყალობა და დამსახურება ნორმალური პროექტი გაკეთდა იგივე ვორონცოვზე თუ გუდიაშვილზე წესიერი პროექტები გაკეთდა და თან ისეთ მოგრძალებული ზოგადად არის მაგრამ ძალიან მებრძოლი ადამიანია ქალბატონი ნატოც და მისი ჯგუფის და ამდენაც გენგეგმის ჯგუფის ხარვეზია რომ ამდენხანს ეს ადამიანები რომლებიც უთიძე ჩამოსახლელი ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში არ იყვნენ ჩართულები მეორე სულ თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით და გენგეგმის ჯგუფსაც მადლობა უნდა უთხრა ამ ხის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ მამუკასთან სალოკვაძესთან რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა აშკარად იგრძნობოდა ზუსტად ის ხარვეზი რაც თქვენ ახსენეთ რაზეც ახლა ვსაუბრობთ რომ ჭკვიანი ადამიანების ურბანული ბრძენების გაერთიანება იყო გენგეგმის ჯგუფის სახით რომელიც რაღაცა დოკუმენტზე მუშაობდა და იყო თითქმის ყველასთვის გაუგებარი საკრებულოს რაც არჩეული ადამიანები არიან სამარცხვინო განხილვებს ახლდნენ და ამ ხრის განმავლობაში ორადორი მოსმენა იყო, რა ვქნა, მე ვარ ძალიან არაკოლეგიალური ადამიანი, მაგრამ იმის გამო რომ მინდა ნორმალურ ქალაქში ვიცორო, ამიტომ ამბობ, ყველას ერთი სული ჰქონდა ამ გენგეგმის ჯგუფის ხალხს ეს რაღაცა გაუგებარი ლექცია მალე დაესრულებინა, რომ ღილად ყველას ხელი დაეჭირა და ყველა გაქცეულიყო. კითხვაც არისმოდა შინაარსთან დაკავშირებით. კითხვაც არისმოდა და ეს იყო სამარცხვინო. ამიტომ გაჩნდა გენგეგმის ჯგუფს ერთი სული აშკარად ჰქონდა სურვილი რომ თავისი ეს ნამუშევარი ჩვენამდე მოეტანა და პირდაპირ ხოლმე მოდით შეხვედრების ორგანიზება გავაკეთოთ საბურთალოში თუ საკრებულოში ნორმალური განხილვა იყოს ვინაიდან თვითონაც გრძნობდნენ რომ რაც აყრია ამ გენგეგმას ეს არის სახალხო განხილვა ვინაიდან ეს გენგეგმა ხო არ უნდა იყოს რაღაცა 10 მცნება ერთი ჯგუფის მიერ დაწერილი ეს უნდა იყოს ნორმალურად დაწერილი ჩვეულებრივი ერთი რიგით მოქალაქისთვის სრულიად გასაგები რომელ ნაწილშიც ქალაქისაც არ მოსხოვდა და ამდენად აბსოლუტურად მართალ ვზანებთ რომ უნდა იყოს გასაგები და ამ დოკუმენტს რაც აკლია ეს არის სახალხო განხილვა და რაც აკლია და ჩვენ სწორედ ქალბატონად ის დავიწყეთ ორმხრივი ნაბიჯები იყო და მართლა მადლობა მამუკასაც და გოგისაც გიორგისაც რომ ეს ნაბიჯები მათაც ახლა თვითონ კი არ იტყვიან ამას მაგრამ აშკარად მიგრძნენ რომ საკრებულო არ იყო ის რაც შეიძლება ნორმალური განხილვა ყოფილა ნამდვილად ვინც ესწრებოდა მე არ ვსავაჭრებ ვინც ესწრებოდა განხილვას ის ნახავდა რომ ეს იყო ის რაც დილობის გულისთვის რომ ჩვენ მოვისმენთ იმიტომ რომ სინამდვილეში არავისაც არ გიბრდება ვინც აქ მუშაობს მერიაში ეს გინგება ეს არის თავის ტვილი ყველასთვის და ყოველდღიურად ხედავთ როგორი კრიტიკული ხდება ეს ჯგუფი რომელიც ხან რას აპროტესტებს და ამბობენ რომ ჩვენ არ შეგვითხავს არ შეგვითხავს ამდენად ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის რომ ჩვენ ერთ შეგვიძლია ვიცოცხლო და ბოლოს ვთქვათ რომ ეს საშინელება დაგმართეს ამ გენგეგმის სახით ან
შუა პროცესში ჩავერთოთ და ეს განხილვები დავიწყოთ და უკვე თემატურ განხილვებზე გადავიდეთ. მზაობა არის აქეთ მხრიდან, სურვილი ჩვენთან თუ იქნება და მოთხოვნა თუ იქნება ვინაიდან ეს ჯგუფი ჩვენ წინაშე არის ანგარიშვალდებული, ჩვენი თანხა არის მათთვის გადარიცხული, ეს ჩვენზე მუშაობენ, ჩვენ საერთო მომავალზე, საერთო ურბანულ სივრცეზე ვლაპარაკობთ, ვალდებულები არიან, მონდომებულებიც არიან, ამ ხრივ საყვედურს ვერ ვიტყვით. ჩვენზე არის დამოკიდებული ახლა ინიციატივა არის ჩვენზე და ეს ლაბორატორიას, ეს სივრცეც, ეს საკრებულოც ემსახურება ეს შენობაც იმას, რომ საკრებულო ნაკლებად მაგრამ სივრცე, რომ ზუსტად ამაზე ვისაუბროთ. რომ შეუძლებელია გენგეგმა დამტკიცდეს ისე, რომ ნატოს იცავდეს კონდეს კითხვები ისტორიულ ნაწილთან დაკავშირებით და იყოს გაუგებარი ძალიან ბევრი საკითხი. აი უბრალოდ შეუძლებელია. და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დარჩეს ასეთი კითხვები ღიად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს გენგეგმა უნდა იყოს ჩვენთვის გასაგები, აღარ ვითხოვდი. ეს უბრალოდ ჩვენ მოვითხოვოთ და ისწავლებით არის მათი სურვილი და სხვაგვარად შეუძლებელია რომ იყოს რომ მოვიდნენ და რეალურად ვიმსჯელოთ ერთად როგორ დავგეგმოთ და როგორ იყოს ნორმალური ეს გეგმა. ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ამდენად წინადადებებს ყველასგან ველოდებით რომელ კონკრეტულ თემაზე განვაგრძოთ მოსმენა, რომელ კონკრეტულ თემაზე ვიმსჯელოთ და რა აისახოს შემდეგ შენიშვნების საკითხი დოკუმენტში. აი ეს არის ასე ვთქვათ მერიდან და საკრებულო სივრცედან გამოსული რეალური სახალხო განხილვა და პირველი პრეცედენტი ამის. აი ამის თქმა მინდოდა მოკლედ გამარჯობათ. ახალ გეგმაში რა სიახლეები იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და განვითარდება თუ არა ქალაქი განივი მაგისტრალით. სიახლეები იქნება გენგეგმაში ტრანსპორტი, ამას ძალიან შეზღუდებით დარწმუნებული ვარ საქართველოში და უნივერსიტეტის თავზე თუ მოხოთ პროგრამები პასუხსაც მიიღებს ჩამოვა გერმანული ინსტიტუტი, რომელიც ამაზე მუშაობს, დოქტორ ბრენერის ჯგუფი, მათი ინჟინერი, რომელიც წარმოადგენს ამ საკითხს და განგიმართ ყველა დეტალს. რაც შეეხება განმკავშირებს, რა თქმა უნდა, განმკავშირ თბილისში საჭიროებენ განვითარებას რკინიგზის საკითხთანაც დაკავშირებით ერთ-ერთი არგუმენტი ეს არის გაძლიერებას საჭიროებენ. არის რამდენიმე მოსაზრება, რომელსაც კონკრეტულად რუგაზე მართლაც ახლა კონკრეტულად რო გავიარო, ისეთი ხედები, რომ არქიტექტურის სამსახური ამის უფროს არ მართლაც კონკრეტულად. სწრაფად ვიტყვი. ესე იგი პირველი პასუხს ამეთქო ის უბრალოდ ირაკლის მოსაზრებას გენგეგმასთან დაკავშირებით სულ ვიზიარებ, აქ ნამდვილად ჩვენ ახლა აზრი არ აქვს დისკუსიას, ჩვენ შევეცდებით რაღაც ალტერნატიული ასე ვთქვათ ხედვა შევთავაზოთ, ახლა ჩვენი რესურსები ძალიან შესრულია, გაითვალისწინა და დარჩეს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ჩვენი პოზიციებს დავაფიქსირებთ რაღაც საჯავროების სახით ან რაღაც პრეზენტაციის სახით. თუ შეიძლება ამაზე პატრონაც დაგემატებთ, თუ მართლაბერებთ ამის გაკეთებას, რკინიგზა ახლა ამუშავებს ალტერნატივას იმას ვიცით, დიახ, ქონდა შეხვედრა ერთიანი მადლობელი გიზასთან კოორდინაციაში ვართ მაგსაკითხში. შეკითხვა 3 ძალიან მოკლედ. პირველი, რამდენად არის გენგეგმა ნორმატიული? ანუ მას აქვს ისეთივე სახე, როგორც ბიუჯეტს, მაგრამ კანონის ძალა აქვს, თუ ის არის არეგულაციო ხასიათის. მეორე ეს არის ტრამვაის 3 კორიდორი ახსნით თუ გაქვთ ახლა იმის საშუალება რომ მოკლედ ვუთხრათ რა კორიდორები იგულისხმება და მესამე ჩემ მეგობარ მოთხოვა კონკრეტულად გითხრათ დიდი ხომში თუ იგეგმება პარკის გაშენება. ნუ რეალურად პარკი იგეგმება ხოლმე დასახლებულ სივრცეში მათ შორის ხომში. რაც შეეხება ტრამვაიებს, პირველი 3 კორიდორი რომელიც მენიშნა წარმოდგენილია კონცეფციაში ასე სიტყვიერად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დიდი ჯერმის დამაკავშირებელი მუცუბიძეს და მუცუბიძის დამაკავშირებელი შემდგომ ძველ თბილისამდე და ავლაბრის ტერიტორიამდე და მეორე არის მობილების მესამე არის მობილების სამაგერტო. პირველი კითხვა კაცოთ თუ შემოგცემთ მოგებული. ნუ გენგეგმას ძალიან ხშირად უწოდებენ ქალაქის კონსტრუქციას. ეს არის ნორმატიული, აქ არის ერთი რამე გასათავისუფლებელი ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი, რომელიც არ არის სამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ვამუშავებთ გენგეგმას. ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავდოთ, არის შესაძლებელი გათვალისწინებისთვის, სანამ მას არ შეეთანხმებს არქიტექტურის სამსახური და საკრებულო. საკრებულოს მიერ შეთანხმებული გენგეგმა
მისი სივრცითი მოწყობის წესებთან ერთად არის სავალდებულო დოკუმენტი. რეალურად ეს არის დოკუმენტი ჩარჩო, რომელიც სავალდებულო გათვალისწინების დოკუმენტია მთავრობისა და სახელმწიფოსათვის გადაწყვეტილებების მიღებისა და ნებართვის გაცემის პროცესში. ესე განმარტება მისი პროცესი. მე მაინც მადლობა. მაშინ ჩეკითხვაზე მადლობას მოგიხდით, თავიდან რომ გაეცემა მე კარანამიანი გახლა ვართ. საერთაშორისო სპორტულ სარეაბილიტაციო კინოლოგიური და ფილმოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი. ცოდნა დამცველი და როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და როგორც მოქალაქე რა თქმა უნდა ის შეკითხვა რაც დაუსვით პასუხი ციტირებულ მადლობას გიხდით, მაგრამ პროდუქტი თუ შეიძლება ძალიან მომეწონა ახალგაზრდა პროგრამა ძალიან თქვენ პარტიებზე მითხრით თუ არის გეგმაში რა თქმა უნდა ეს უკვე დაწვრილებით და თუ გაქვთ თქვენ აი ეს მონაცემები არასამთავრობო სექტორთან ცხოველთა მონიტორინგის დეპარტამენტისგან დეპარტამენტისგან ამ პარკებში ცხოველთა აი ზუსტად გამოყოფილი ადგილები ცხოველთა ცხოველებისთვის რამდენად რა სივრცეა საჭირო რა მონაცემება თუ გაქვთ რაოდენობა უბნებში რამდენია ცხოველთა მონიტორინგის დეპარტამენტს უკვე აქვს ციფრები და თუ გაქვთ მონაცემები იქედან დადებულია როგორც მაგალითად მოგიყვართ ხოდეს გიხდით რომ შევდება ქალაქი და როცა უბნებში შევდება კორპუსები გათვალისწინებულია სკოლა, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი ადგილი, პარკი და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ჩადებული ეს გეგმაში, ან ვის დაუკავშირებთ ჩვენ სამთავრობო სექტორს, განაგზავნეთ ეს ყველა დაწვრილებით, ჩვენ ვის დაუკავშირებთ, ის მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრება, ჩვენი ცხოველთა პრობლემების აზრი და მოთხოვნა. მადლობა გითხრით. ამიტომ მაშინები რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს არამარტო ქართული ასე ჩვენ გერმანელებმა და თანმა პარტნიორებმა პირველ ეტაპზე, პირველ ეტაპზე მოქალაქისგან შემოსული და მაშინ მხოლოდ მას ჩვენთვის მეწოდები მათი მოსაზრებებიც მათი ნორმები და დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის ნაწილი. რამდენად გეგმაში ეს იქნება პირდაპირ ასახული მე მართლაც ვერ გეტყვით ეს არის გეგმის საკითხი რა ის უნდა მიმართოთ მართლაც თბილისის მერიის რა თქმა უნდა თბილისის მერია ეს უნდა გაიფორმოს გამოს და უნდა უზრუნველყოს ყველა მისი თბილისის მოქალაქის აუცილებლობის დაცვა. მე მაინტერესებს თუ ვიცით თბილისის წრეულად განვითარების გეგმას, რომელშიც თბილისის ზღვა შუაში რჩებოდა ეს მეტრო უნდა ყოფილიყო წრიული. ავშნერდა საჯარო. და ეს თბილისის ზღვის გარშემო რეკრეაციული ზონა იგი ნაწილი იყო, ეკარაობდა გასახლდა და გაიჩერდა სასაფლაოზე ნაწილი. აი თუ ვიცით და ის რკინიგზა არ შეუშვის აი ეს წრეულად განვითარებაში. რა თქმა უნდა ვიცნობთ, ყველა გეგმარებითი გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებული და რაღაცა დონეზე გასულა და დამუშავებულა, ჩვენი ვალდებულება იყო, ეს არ არის ჩვენი კარგი ხალხობის და რაღაც კეთება, ვალდებულება გვქონდა ეს დოკუმენტები შეგვესწავლა მათ შორის კრებულების სახით დასკვნაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა აისახება იმ სამი ძირითადი მიდგომით, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ კონცეფციაში და რეალურად მიდგომა გამოხატული არა მარტო ჩვენ მიერ მიდგომა დაფიქსირებულია კანონში სივრცითი მოწყობის შესახებ არსებული კანონის ისევ და ისევ მესამე პუნქტის მეორე და მესამე მუხლები რეალურად შეუძლებელს ხდიან ასეთ განვითარებას. მართლა მოგითხრათ ჩვენ ჯგუფში თბილისის წრიული განვითარება არ მისაძრებდა ოპტიმალური განვითარება, რადგან თბილისი განვითარებულია დინარის გარშემო, მას აქვს თავისი ხასიათობრივი განვითარება, ათვისებულია უკვე არეალები წრიული განვითარება ნიშნავს კიდევ დამატებითი ბუნების რესურსების მოერთებას თბილისისათვის, რაც აუცილებელი არ არის. თბილისის ზღვისგან შენებობა ჯერჯერობით ასეთ ფიზიკურ შეტანილია. თბილისის ზღვას აქვს ძალიან ბევრი მანჩერის პრობლემაც რომ არ არის დადგენილი მისი სანიტარული დაცვის ზონები, რაც უნდა განეხორციელებინა თბილისის თბილწყალის
იურიდიული მემკვიდრეს, რომელიც არის ჯორჯ ბაუერი, 2005 წლიდან მომყოლებს აუდიტორია გისიათ, კანონით გათავისუფლებული რომ მაქსიმალური არეალი სანიტარული დაცვის ზონისთვის უნდა იყოს 1 კილომეტრი და სანამ ეს ზონა დადგინდება კონკრეტულად და ეს არ ეხება მხოლოდ თბილისის ზღვას, ეს ეხება მის წყალშემოქმედ ტერიტორიებს ასევე. სანამ არ დადგინდება ეს სანიტარული ზონა მიმდინარე ტერიტორიის განვითარებაზე, რომელიც შემდგომ შეიძლება თან სანიტარული დაცვის კონფლიქტში ძალიან სათულოა. სწორედ აქ არის ის რაც ბატონმა რომ რკინიგზა ძალიან ახლოს გადის და არ უნდა დაშვებულიყო მისი ასე ახლოს აღება. საუბედუროდ გაიყვანეს გადასატანია იქნა რკინიგზა. მაგრამ არ ვიცი, მართალია რომ რკინიგზას რო ვილაპარაკეთ, რკინიგზა ნახევარწრიული ამაზე საუბარი დაიწყო. იმიტომ რომ მათთვისაც ძალიან წამგებიანია ამ გზის გამოყენება. რეალურად წლების განმავლობაში ეს მეტად დანაკარგს მოუდავს მათ ვიდრე ახალი და ქალაქ მცხეთას როგორც ისტორიულ ქალაქს დაეკარგება სახე. და ქალაქ მცხეთას როგორც ისტორიულ ქალაქს დაეკარგება სახე, იმიტომ რომ ესე იგი ზღვიდან ჩასული მატარებელი უნდა მოსახლეობა მოხდეს მცხეთაში. მოსახლეობა რომ მოხდეს ამისთვის დაჭიროა დეპო და ასე შემდეგ. და ახლა მცხეთაში სარკინიგზო დეპოს მშენებლობას წარმოადგენენ. რეალურად ეს გითხრათ თავიდან რკინიგზა მე ამაზე ცოტა უარი გამოთქვა და თქვა რომ არასვანაირად